გარემო, რომელსაც უყვარს ბავშვები. დღეს ჩვენი საუბრის თემა სწორედ ეს არის. თავიდანვე ბავშვებისადმი უნდა გვქონდეს პატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობა. სახლი არის გარემო, რომელიც უნდა იყოს ადგილი, სადაც ბავშვი შეძლებს საკუთარი წარმოსახვის და ფანტაზიის განვითარებას. ისეთი სათამაშო უფრო მნიშვნელოვანია, რომლითაც ის თავად შექმნის როლებს და არა ის, რომ კონკრეტული როლის და ფუნქციის მატარებელია უკვე ის სათამაშო. ნივთი არ არის განვითარების თავარი წყარო. ურთიერთობა არის განვითარების თავარი წყარო. არ უნდა ხვდებოდეს 2 წლის ასაკის ბავშვს 30 ბავშვი. ბევრია. რთულია. იმ ზრდასრულისთვისაც რთულია, რომელიც 2 წლის ასაკის ბავშვის საჭიროებებს უნდა გაუმკლავდეს. ბავშვები ეზოში არ არიან, ბავშვები ეზოში არ თამაშობენ. თუ არიან ბავშვები, ისევ და ისევ უჭირავთ ხელში ტელეფონები. არ არსებობს კარგი და ცუდი ამინდი, არსებობს კარგი და ცუდი და შესაბამისო ჩაცმულობა. ასევე ვისაუბროთ ბავშვთა გასართობ ცენტრებზე, რომელიც არანაკლები კატასტროფა, ჩამონგრეული სკოლა, ჩამონგრეული ბაღის შენობა, ჩამონგრეული სახლები არის მათი ყოველდღიურობის ნორმა. ბავშვს ყოველთვის უნდა რომ შენ დაინტერესდე მისი გაკეთებულით. თუ შენ ბავშვს ასწავლი წესებზე დამორჩილებას, ის ისწავლის წესებზე დამორჩილებას და გაიზრდება ან მორჩილი, ან დამმორჩილებელი. კავშირის აღდგენას როგორ ვიწყებთ მე? აუცილებლად ბოდიშის მუხტით. გარემო, რომელსაც უყვარს ბავშვები. დღეს ჩვენი საუბრის თემა სწორედ ეს არის. აქ ვსვამთ ჩვენ კითხვის ნიშნებს. საუბრობთ ბავშვთა ადრეულ განვითარებაზე. რა უნდა ვიცოდეთ ჩვენ, როგორც უფროსებმა, რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ უფროსებმა იმისთვის, რომ ბავშვის განვითარების ეტაპები წავიდეს ისე, როგორც ამას ჩვენ მეცნიერება გვეუბნება. თქვენ უყურებთ ჯანსაღი დიალოგის მორიგ ეპიზოდს და დღეს გვყავს ძალიან საინტერესო სტუმარი, ჩემი მეგობარი ცირა ბარქაია, რომელიც არის ფსიქოლოგი და ინკლუზიის სპეციალისტი. ცირა, ძალიან დიდი მადლობა, რომ შემოგვიერთდი. პირიქით, მადლობა, რომ დამპატიჟეთ და ვისაუბრებთ ამ მნიშვნელოვან თემაზე. ხო, დღეს რასაკვირველია, ჩვენ უნდა დავიწყოთ საუბარი ბავშვთა ადრეული განვითარებით და სულ გესმის ხოლმე ჩვენ ფრაზა, როცა ამ საკითხებს საუბრობთ, რა არის გარემოს როლი. და რას გულისხმობთ სინამდვილეში ამ გარემოს როლზე, როცა ბავშვთა ადრეული განვითარების ეტაპებზე ვლაპარაკობთ და კიდევ ერთ საკითხს მინდა შევეხო, ასევე ძალიან საქართველოში ნაკლებად, მაგრამ ზოგადად განიხილება ხოლმე ეს პირველი 1000 დღე ბავშვის განვითარების. ეს რას ნიშნავს? საიდან მოვიდა და რატო გახდა ესეთი აქტუალური დღე ეს? კი ბატონო. პირველ რიგში კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ ამ თემაზე მგონია, რომ მართლა ყველანაირი ფორმით, პლატფორმით, შესაძლებლობით უნდა ვისაუბროთ და მადლობა შენ ზურა, რომ ეხლა ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა, რომ ამაზე ესე ინტენსიურად და ესე კარგად ვისაუბროთ ამ თემაზე. დავიწყებ ბოლოდან, რაც მკითხე, ანუ პირველი 1000 დღე არის უმნიშვნელოვანესი დღეების რაოდენობა, რომელიც ფაქტიურად მოიცავს დაბადებიდან 2 წლამდე ასაკს და ჩვენ მეცნიერება, მედიცინა, ფსიქოლოგია გვეუბნება, რომ ეს არის სწორედ ის ასაკი და ის პერიოდი, როდესაც თავის ბავშვის ადამიანის, მოდი ესე ვთქვათ ჯერ თავიდან, ადამიანის თავის ტვინის 90% სწორედ აი ამ პერიოდში ვითარდება, ყალიბდება და ძალიან ხშირად მეცნიერება იყენებს ტერმინს ტვინის არქიტექტურა. ტვინის არქიტექტურა ყალიბდება და რეალურად ეს ტერმინი ხო ჩვენთვის ყველასთვის ძალიან ცხადია, ხო, ყოველდღიურობაში გასაგებია, რასაც გულისხმობთ და აი ეს პირველი 2 წელი მნიშვნელოვანი ყოფილა სწორედ ამ ტვინის არქიტექტურის ჩამოსაყალიბებლად. ხო, და აი ამ არქიტექტურის განვითარებაში, რომ ის იყოს მყარი, რომ ის იყოს ასე ვთქვათ, უსაფრთხო და მშვიდად განვითარებული, ამისათვის მნიშვნელოვანი არის უსაფრთხო, მშვიდი, მასტიმულირებელი, ნდობით ახსავსე გარემო და სიყვარულით სავსე გარემო. და სწორედ პირველი 2 წლის განმავლობაში უზრუნველყოფილი ესეთი გარემო აყალიბებს მთლიან პიროვნებას საბოლოო ჯამში. ანუ ამ 2 წელიწადში რა საფუძველსაც შექმნი, როგორ არქიტექტურასაც ააწყობ ადამიანის ტვინისგან და ესეც ცოტა უხეშად ვთქვი ახლა, მაგრამ ამასაც განვავრცობ, როგორ არქიტექტურის ჩამოყალიბებას შეუწყობ უბრალოდ ხელს, ეს განსაზღვრავს მის ყოველდღიურობას და მის ცხოვრებას მთელი მისი ცხოვრების განმავლობაში. შეიძლება ძალიან დაუჯერებლად ჟღერს ხოლმე და არ ვაქცევთ ამას ყურადღებას და ხშირად ჩვენს ქვეყანაშიც სამწუხაროდ ბავშვობა ითვლება რაღაც ისეთ პერიოდად, როდესაც ჩვენ ბავშვებს აღვიქვამთ უბრალო ზრუნვის ობიექტებად. და ამ ზრუნვის ობიექტობაში იკარგება ბავშვის ინდივიდი და სუბიექტი, ასე ვთქვათ, რომ ის არის ადამიანი,
რომელიც თავის ცხოვრებას ცხოვრობს ამ ბავშვობის პერიოდში და ეს არ არის რაღაცა გადასარბენი ასაკი, როდესაც მშობლებს აქვთ ამ ბავშვებზე საზრუნავი, მალე გაზარდონ და ჩამოაყალიბონ პიროვნებებად. როგორც ხშირად მოგვისმენია ხოლმე, ხო, ესე რომ კარგი ადამიანი გაიზარდოს, რაღაცა სულ მომავლისკენ გვაქვს ხოლმე ორიენტირი, რომ აი კარგი ადამიანი იყავი, წარმატებული ადამიანი იყავი, სურვილებითაც ავავსებთ ხოლმე და ჩვენი მოლოდინებიც გვაქვს, ასეთი მაღალი მოლოდინები გვაქვს ხოლმე ადამიან ბავშვებისგან, რომლებიც გაიზრდებიან, მაგრამ გვავიწყდება, რომ ეს წარმატება, ეს სიამოვნება, ეს სილაღე ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ ბავშვობის ასაკში იყოს უზრუნველყოფილი და ძალიან ხშირად აი ეს სილაღე გამოტანილიც არის ხოლმე ხშირად, რომ აი უნდა თამაში, გართობა, ლაღატყოფნა, მხიარულება, რაღაცა ცალკე მოცემულობა უნდა იყოს და მერე უნდა არსებობდეს, მით უმეტეს სკოლის ასაკის ბავშვებთან, როდესაც საუბრობთ, რომ მერე უნდა იყოს რაღაც ბეცადინეობა, სერიოზული აქტივობები, რომელიც ისევ და ისევ მის წარმატებას და განვითარებას უწყობს ხელს. რაც ასე არ არის. და აი სწორედ რაც უფრო თავიდანვე, როდესაც მშობლები ვხდებით და როდესაც საზოგადოება გვქვია, თავიდანვე ბავშვებისადმი უნდა გვქონდეს პატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობა. და აი წეღან რო თქვი უხეშად გამომივიდათ, ხო? ტვინის არქიტექტურასთან დაკავშირებით. ტვინის არქიტექტორი არის ბავშვი. აი ეს უნდა დავიმახსოვროთ კიდე. თვითონ არის თავისი ტვინის არქიტექტორი ხო, ბავშვი. აი ეგ უნდა მეკითხა, რომ ვინ ვართ ჩვენ, და უფროსები ამ შემთხვევაში. დიახ, და ჩვენ ვართ აი სულთად მხარდამჭერები? სამშენებლო მასალა. აჰა. თუ შეიძლება ასე ითქვას და ის მუშახელი, რომელიც ხელს უწყობს ადამიანს თავისი, ასე ვთქვათ, არქიტექტურის ჩამოყალიბებაში. ჩვენ მართლა შეიძლება ვიღაცას ძალიან უხეშად მოეჩვენოს, ახლა რასაც ვამბობ, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ მხარდამჭერი, აი ხარაჩოები, აი ამ თუ ასეთ აი ამ მეტაფორაში ვისაუბრებთ, ისევ და გავაგრძელებთ მსჯელობას, ჩვენ უნდა ვიყოთ ხარაჩოები, ჩვენ უნდა ვიყოთ სამშენებლო მასალა და ჩვენ უნდა ვიყოთ კომპეტენტური ხელობის მფლობელი ადამიანები, რომლებმაც ვიცით, რას ნიშნავს ბავშვის განვითარება. მე სულ ვამბობ ხოლმე, რომ მშობელი, ყველა კარგი მშობელია. უბრალოდ თუ გინდა რომ იყო უკეთესი მშობელი, ამისათვის უნდა მიიღო განათლება. ამისთვის უნდა წაიკითხო, ამისთვის უნდა იკითხო, რას ნიშნავს ბავშვის განვითარება, რატო არის პირველი 1000 დღე მნიშვნელოვანი. ეს პირველი 1000 დღე, აი ჰოლისტურად რო შევხედავთ, რომ დაუბრუნდეთ ისევ ამ 1000 დღეს, ისევ და ისევ ფსიქოლოგიის მხრიდან თუ მედიცინის მხრიდან არის უმნიშვნელოვანესი პერიოდი, ხო? ეხლა თქვენს საუბრებში და დიალოგებში ხშირად გისაუბრიათ ვაქცინაზე, იმუნიზაციაზე, ამაზე არ გავჩერდები, ეს არ არის ჩემი კომპეტენცია, თუმცა ეს უმნიშვნელოვანესი პერიოდია, როდესაც სწორედ პირველი 2 წლის განმავლობაში ბავშვებს უკეთდებათ ძალიან მნიშვნელოვანი ვაქცინები და იმუნიტეტისთვის, რომ ისინი ჯანმრთელები იყვნენ, ხო? აი ამავე პერიოდში და ძალიან ხშირად სწორედ იმ ასაკობრივ პერიოდებს ემთხვევა ის ეგრეთ წოდებული ზრდის დღეები მაგალითად. აი შეიძლება ჩვენ ვიცოდეთ განვითარების თავისებურებები, მაგრამ ნაკლებად ვიცით ზრდის დღეების შესახებ. მაგალითად რა არის ზრდის დღეები? სწორედ აი ამ 2 წლის განმავლობაში პერიოდულად გარკვეულ თვეებში, დავუშვათ პირველი 1 თვის განმავლობაში, მესამე, მეოთხე კვირაზე შეიძლება ეს იყოს, როდესაც თავის ტვინი სწრაფ განვითარებას, ფაქტიურად აკუმულირებას უკეთებს იმ ყველა განვითარების პროცესებს, რომელიც შეიძლება დასაწყის ეტაპზე ძალიან ნელა მიმდინარეობდა. და არის დღეები, მაგალითად, აი მშობლებს ალბათ მშობლები ალბათ მიხვდებიან, რასაც ვამბობ, არის დღეები, როდესაც ბავშვი რადიკალურად იცვლება. არის რაღაცა გაღიზიანებული, შეიძლება შუაღამეს იღვიძებს და თამაშობს, ანტირის არის იმდენად ფხიზელი, რომ ცოტა გვიკვირს კიდეც, აი მაგალითად შვილობის ასაკში. ან მერე დავუშვათ შეიძლება 5-6 თვის ასაკში გამეორდეს ეს ზრდის დღეები, ან 9 თვის ასაკში, ან 12 თვის ასაკში, როდესაც ისევ და ისევ თავის ტვინი ფაქტიურად განიხილავს რა განვითარების თავისებურებებს მიაღწია მან და კარგად ამყარებს ამას, ანუ იმას გამყარებას უკეთებს და იმ კონკრეტულ დღეებში 3-4 დღის განმავლობაში, როდესაც ეს გრძელდება, იმ კონკრეტულ დღეებში ეს აქტიურად არის გამოვლენილი. და ეს აქტიური გამოვლენა შეიძლება ხშირად აისახებოდეს ქცევის სირთულეებშიც. რასაც ჩვენ ქცევის სირთულეებს ვეძახით უბრალოდ ესე დავარქმევთ, იმიტომ რომ მე გარედან ეს ჩანს, რომ აი აურია. აი რაღაცა ვერ არის ხაციანზე. არ ვიცი, არაფრის გამოტირის. სინამდვილეში ეს არის აი ჭარბი განვითარების პერიოდი, რაც ძალიან ბუნებრივია და რაც ძალიან კარგია და ამ პერიოდში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი არის, რომ ვიყოთ ყურადღებიანები, მუმთმენები
ეხლა მე თვითონ ვარ 2 წლის ბავშვის მშობელი და ძალიან კარგად ვიცი, ძალიან რთულია და ყველას ღიმილი გადაეკრება ალბათ სახეზე, როდესაც საუბარი არის მოთმინებაზე, იმიტომ რომ ეს არის ძალიან რთული. ხო, მაგალითად წერე ვილაპარაკებ. კი, ძალიან რთულია და აუცილებელია უბრალოდ ცოდნა მეტად გვეხმარება, რომ რაღაცისადმი მზაობა მეტად გქონდეს. ცოდნა იმისი, რომ ბავშვის არქიტექტორი არის თავად ის, ჩვენ ვართ მისი მხარდამჭერები და ხანდახან არის დღეები, რომელიც არის ძალიან რთული, მაგრამ ეს პატარა პერიოდით არის და ეს დღეები აუცილებლად გადაივლის, როგორც აი რაღაცა დიდი შტორმი. კი ბატონო, მადლობა ცირე, საინტერესო საკითხებია, მაგ დეტალებს ნენელა ჩვენ ამ პოდკასტის მიმდინარეობის დროს ჩავუყრმავდებით, მაგრამ ჩვენ როცა ვსაუბრობთ, რომ ჩვენ ვართ ეს დაამხმარე რგოლი, რომელიც ვეხმარებით ბავშვს ამ პროცესში, განვითარებაში, მარტო ჩვენ აქ მარტოები არა ვართ, ხო? ჩვენ გარშემო არის გარემო, არის ინფრასტრუქტურა, არის ინსტიტუციები, არიან სხვა ადამიანებიც და არ მინდა სიტყვა ვიხმარო საფრთხე, მაგრამ ნუ ეს გარემო უნდა იყოს შესაფერისი იმისთვის, რომ ამ ბავშვს გქონდეს შესაბამისი შესაძლებლობები ამ განვითარებისთვის, ხო ესეა. მოდი დავიწყოთ პირველ რიგში სახლით. სახლში როგორი გარემო შეიძლება რომ იყოს. სად შეიძლება რაღაც შეცდომები დავუშვათ, რაღაცა დავაკლოთ, ამ პირიქით რაღაცა გადაჭარბებით შეიძლება რომ გავაკეთოთ. აი როგორი არის განმავითარებელი იდეალური სახლის მოდელი. კი ბატონო, დავიწყოთ სახლის ფიზიკური გარემოთი ჯერ და მერე რა თქმა უნდა შევეხოთ სოციალურ გარემოსაც. ძალიან ხშირად განსაკუთრებით, როდესაც გვინდა ჩვენი შვილებისთვის საუკეთესო და ყველაზე კარგი, რასაც კი დავინახავთ, ან რასაც კი ჩვენი შვილი ხელს მოკიდებს, ყველაფერი გვინდა რომ მას სახლში გქონდეს. და ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ სახლი სათამაშოების მაღაზიას არ უნდა დავამსგავსოთ. სახლი არის გარემო, რომელიც უნდა იყოს ადგილი, სადაც ბავშვი შეძლებს საკუთარი წარმოსახვის და ფანტაზიის განვითარებას. ეს სათამაშოები, ნივთები, სხვადასხვა რესურსები არის მხოლოდ და მხოლოდ საშუალებები, რომლითაც შეიძლება გარკვეული აღმოჩენები გააკეთოს ბავშვმა, მაგრამ ხშირად უშვებთ აი ამ შეცდომას, რომ ბევრ სათამაშოს, ბევრ რესურსებს, ბევრ ჭრელა-ჭრულა რაღაცებს, აი ოთახსაც რაღაცა ძალიან ფერადად მოვუწყობთ ხოლმე, ფერადი, სხვადასხვა ფერის კედლებით და ასე შემდეგ, ან ავეჯიც ხშირად ფერადია. სინამდვილეში ბავშვს სჭირდება მაქსიმალურად სადა გარემო, სადაც ის თუნდაც ერთი და იგივე რესურსს ხშირად გამოიყენებს. იმიტომ რომ ბავშვს რაღაცის დავუშვათ სწავლისათვის ჯერ ერთი რო თამაში სჭირდება, ხო, რომ აი ესეთი მაქსიმალური თავისუფალი თამაში მისი სწავლისა და განვითარების ყველაზე მთავარი სტრატეგიაა და ამ პროცესში მას არ სჭირდება ყოველთვის მზა ნივთები. მას არ სჭირდება რაღაცა მულტიფუნქციური ნივთები, აი თან რომ ღერის, თან რო ცეკვავს, თან რო გელაპარაკება, ძალიან ხშირად არის სამწუხაროდ ესეთი სათამაშოები, აი წინა დახლზე დევს ხოლმე და იპყრობს ბავშვების ყურადღებას და მე ჩვენ გვინდება ისევ და ისევ უბრუნდები ამას, რომ ჩვენ გვინდება რომ ბავშვს სწორედ ის მივცეთ, რაც მას უნდა, ხო? მაგრამ ეს ასე ვთქვათ, ბაზარიც ისია უკვე განვითარებული, რომ ბავშვს დაანახოს ისეთი რაღაცა, რაც სინამდვილეში მისი განვითარებისთვის საერთოდ არ არის კარგი. ან საჭირო. ან მით უმეტეს საჭირო. ანუ რაც უფრო სადაა ნივთი, ხა ისევ ჩემი შვილის მაგალითს მოვიყვან, ძალიან უყვარს მაგალითად წარმოსახვით გიტარაზე დაკვრა. ბამბიქტონის ჩოგნით გიტარაზე დაკვრა, უფრო მეტად ძალიან ტენდენცია მე თვითონაც მაქვს, რომ აი ხო არ უყიდო გიტარა, ხო არ უყიდო სათამაშო უკულელე, რომ დაუკრას გიტარაზე, მაგრამ სინამდვილეში ვაჩერებ ჩემ თავს და ვამბობ, რომ ეს უფრო მაგარი პროცესია ეხლა, რომ თავისი წარმოსახვით და თავისი ფანტაზიით მან უკვე ეს რაღაცა მიამსგავსა გიტარას და ასე ავითარებს თავის შინაგან და თვით გამოხატვის უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს ამითი. Ну, რა თქმა უნდა, ალბათ მოვა დრო, როდესაც თუ ამითი ძალიან დაინტერესდება გიტარაც ექნება და სხვა რამ, რაც მისი ინტერესისთვის მნიშვნელოვანი იქნება, მაგრამ ეს არის უფრო მნიშვნელოვანი. ისეთი სათამაშო უფრო მნიშვნელოვანია, რომლითაც ის თავად შექმნის როლებს და არა ის, რომ კონკრეტული როლის და ფუნქციის მატარებელია უკვე ის სათამაშო. მაგალითად, აი ჩვილი სათამაშოები რო იყიდება, რომელიც საწოვარაც უდევს, ტირის კიდეც, გელაპარაკება კიდეც. ეს მულტიფუნქციური და ესეთი
ძალიან მომხიბვლელია, მაგრამ არ არის განმავითარებელი. განმავითარებელი არის პატარა ხის კუბიკი. განმავითარებელი არის ხის ნივთი, რომელიც შეიძლება დავუშვათ მამასთან და დედასთან ერთად თავად გამოთალა. აი ესეთი რაღაცეებია უფრო მნიშვნელოვანი და ეს უფრო ასტიმულებს და რაც ყველაზე მთავარია. ნივთი არ არის განვითარების თავარი წყარო. ურთიერთობა არის განვითარების თავარი წყარო და რო დაუბრუნდეთ ახლა ისევ და ისევ ფიზიკურ სივრცეში მაქსიმალური სისადავე. არ უნდა ეყაროს ყველაფერი, არ უნდა იყოს ყველაფერი თვალსაჩინო, ყველაფერს უნდა კონდეს თავისი ადგილი, სადაც ბავშვი ადრე თუ გვიან სწავლობს, რომ აი აქ დევს ეს ნივთი, რომელიც მე მინდა რომ გამოვიტანო და ვითამაშო. მაგრამ ამ პროცესში მნიშვნელოვანი არის ჩვენი ზრდასრულების ურთიერთობა, რომელიც ეხმარება და თან ვიცით, როდის შევიდეთ მასთან ურთიერთობაში და როდის შევეშვათ ცოტა ხანი. ძალიან მნიშვნელოვანია ეს ინტერაქცია, მაგრამ ასევე ისიც მნიშვნელოვანია, რომ რაღაც მომენტში უკვე მივხვდეთ, რომ როდის არის დრო, როდესაც ბავშვს მივცემთ საშუალებას იყოს მარტო. ფიზიკურადაც იყოს მარტო და თამაშიც იყოს მარტო. მით უმეტეს თუ ვსაუბრობთ 2 წლამდე ასაკის ბავშვებზე, 2 წლის ასაკის ბავშვი თამაშობს პარალელურ თამაშს. ის შეიძლება სხვა ბავშვებთან ურთიერთობაში ინტერესდებოდეს იმით, რომ მათ გარემოში აინტერესებდეს ყოფნა. მაგრამ 2 წლის ბავშვი ხშირად პარალელურ თამაშია, ეგრეთ წოდებულ პარალელურ თამაშია, რაც ნიშნავს იმას, რომ ის თავისთვის თამაშობს, მაგრამ არ თამაშობს ინტერაქციაში ბავშვებთან. ეს ბუნებრივია. ხშირად არის ხოლმე, როდესაც ამაზე შფოთავენ, რომ აი ჩემი შვილი არ თამაშობს, არ უნდა არავისთან თამაში, გაზიარება არ იცის, არაფრის მიცემა არ იცის. პირიქით, ჯერესერთი როდესაც იწყება საკუთარი ნივთის პატრონობა, რომ ეს ჩემი, ეს ძალიან მნიშვნელოვანი სოციალური უნარია. ეს ნიშნავს, რომ მას უჩნდება რაღაცა ნივთისადმი მიკუთვნებლობა. მას უჩნდება ეს კონსტანტა, ხო, რომ ეს არის ჩემი. ეს არის და რითაც შესაბამისად ჩნდება ის კონცეფცია, რომ ეს არის სხვისი. ანუ უკვე რაღაცა პატივისცემაზე, სხვის თხოვებაზე, ჩუქებაზე, ესეთ რაღაცებზე მერე ვიწყებთ უკვე ხელშეწყობას, როდესაც ბავშვი უკვე ამის მზაობას ავლენს, როდესაც ის ამბობს რაღაცაზე, რომ ეს არის ჩემი. და როდესაც ბავშვს ვეუბნებით ამ დროს, რომ გაუშვი, ათხოვე, მიეცი, რა მოხდა და ხშირად ეს ემართებათ ხოლმე მშობლებს, რომლებსაც ყავთ შვილები, აი ზედიზედ გაჭენილ შვილებს რო ეძახიან, ანუ უფროსი ასაკის, რაც გამოცდილება უკვე აქვს. რომელსაც გამოცდილება უკვე და თან რაღაც პატარა რო ყავს, შვილი რო ყავს, დაუშვათ 1 წლის რო ყავს დედას და 2 და 3 წლის რო ყავს, ან 3 წლინახევრის რო ყავს მეორე, ხშირად იმას თვლიან, რომ ის უკვე გაიზარდა და რაღაცა ის აბალდებულია, რომ გააზიაროს. მაშინ როდესაც ის ისეთ ასაკშია, რომ სწორედ ამ დროს სწავლობს ამას და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამას მივაქციოთ ყურადღება. ანუ გარემოში, სადაც მაქსიმალური სისადავეა და პერიოდულად შემოდის სხვადასხვა ნივთები და შეიძლება ეს სათამაშოები სხვათა შორის რაღაცა როტაციის პრინციპითაც ანუ დაუშვათ 10 სათამაშო თუ გვაქვს, ან 5 სათამაშო თუ გვაქვს, 5-ვე კი არ მივცეთ ბავშვს, არამედ ხელმისაწვდომ ადგილას იყოს, შენახული იყოს, მაგრამ პერიოდულად ვცვალოთ ნივთები. და შეიძლება რაღაცა გარკვეული პერიოდის მერე დაუბრუნდეს კიდეც, ან მოიკითხოს კიდეც ბავშვმა, რომ ის სად არის ის ნივთი და აი მისი ინტერესიდან გამომდინარე უზრუნველყოთ აი ამ სხვადასხვა ნივთების გამოყენება. ბევრი ერთად, აი ფსიქოლოგიაც გვეუბნება, რომ როდესაც მაგიდაზე ან დავუშვათ ხალიჩაზე ბავშვს ბევრი ნივთი უდევს, ის ყველა ნივთისკენ მიდის, როგორც სათამაშოების მაღაზიაში. ყველაფერი უნდა, იმიტომ რომ ყველაფერი იპყრობს მის ყურადღებას და ინტერესს. მაგრამ ნახეთ რა ხდება, რო იპყრობს ეს ბევრი ნივთი მის ყურადღებას, ეს ნიშნავს, რომ მისი ყურადღების კონცენტრაციის უნარიც ესე კარგად არ ვითარდება, როგორც საჭიროა. დახტის მისი ყურადღება. ესეც უნდა, ისიც უნდა, ისიც უნდა, ესეც უნდა. მაგრამ როდესაც აქ 1 ან 2 ნივთი და აი ამ დროს იმ ერთ ნივთთან ჩხირკედელაობს, გაახდის, ჩააცმევს, გაფუჩქნის, გაპუტავს და ხშირად ესეც რაღაცა რატო გააფუჭეს ვეუნებით ამ დროს ბავშვს და არა ის, რომ სინამდვილეში ბავშვი რომელიც შლის რაღაცას, ესე იგი აინტერესებს რა არის, როგორია, როგორ მუშაობს და ამას აქ ეს უნდა გვიხაროდეს. ცხადია ეხლა ჩვენ ვხვდებით, როდესაც რაღაცა ბავშვი მავნებლობებით იცით, ცოტა მერე 2 წლის ასაკის ბავშვმა მავნებლობა, როგორც ასეთი რა არის, ეს არ არსებობს. ის შლის, იმიტომ რომ აინტერესებს. ის ხდის სათამაშოს ტანსაცმელს, იმიტომ რომ აინტერესებს როგორია. ამიტომ აი ესეთ რაღაცებს უნდა მივაქციოთ ყურადღება და ეს განვითარების თავისებურებაა. და ამ დროს რა ხდება? კონცენტრირებული ვარ,
ვთამაშობ ამ ნივთით, ამ ნივთში ვნახულობ და ვსწავლობ რაღაცეებს, დავუშვათ, რა ვიცი, აი თუ დათუნიათი ვთამაშობ, ხედავ რომ 2 კიდური აქვს, 4 კიდური აქვს, 2 ხელი აქვს, 2 თათი აქვს, ხო? აი 2 თვალი აქვს, ცხვირი აქვს. ბევრ რაღაცას სწავლობს ამ ერთით. და არა ის რომ ბევრზე იხტუნაოს ნუ და დიდებიც ხო ესე ვართ ცირა. ეხლა შეხვედი სადღაცა არის 30 პარკინგის ადგილი და მე იბნები და შედერდი. ვერ გაიგებ სად იმიტომაც ვიბნევით მე რომ თავის დროზე. ხო და აი ეს პარალელები ძალიან მნიშვნელოვანი ხა შე რაც თქვი, იმიტომ რომ თავის დროზე მე რომ ჩემს შვილს ვაძლევ არჩევანის საშუალებას, ის მე უკვე მაძლევს არჩევანის საშუალებასაც თვითონ. ნახეთ, მე რომ ვეუბნები ხა რომელი გინდა ბანანის ორწყობილა გინდა თუ მარწყვის ორწყობილა გინდა, ორივე მიჭირავს ხელში. ორივე უნდა. ცხადია. მაგრამ ერთ დღეს, მეორე დღეს, მესამე დღეს უკვე ირჩევს და მე უკვე მეხუთე და მეექვსე დღეს პირობითად ვამბობ, ესეც რამდენიმე დღეში არ ხდება, ცხადია. ამას შეიძლება კვირები და თვეები დასჭირდეს. მაგრამ მე თვითონაც ესე ველაპარაკება, დედა რომელი გინდა? აი ეს გინდა თუ ის გინდა? მე შეიძლება 2 წუთში მოიკითხოს ის და თქვას რომ ის შეჭამე შენ უკვე და თუ არ შეგიჭამე შეიძლება თვითონ შეახრამულოს, მაგრამ ბავშვი სწავლობს არჩევანს. არჩევანის უნარი უვითარდება. მე იცის ბავშვმა როდის დავუშვათ ტანსაცმელს რო შესთავაზებ, თავა დაარჩიოს, ხო? კომპოტს თუ შესთავაზებ თუ წყალს თავა დაარჩიოს, რომელი უნდა. რაც ნიშნავს იმას, რომ საბოლოოდ რო იზრდება მომავალშიც, ყოველდღიურობაშიც, ნიშნავს, რომ მას შეუძლია არჩევანის გაკეთება მაშინ, როდესაც არჩევანია გასაკეთებელი და არ არის დაგსაქსული და ეგზისტენციალური კრიზისები, როდესაც გარკვეულ ასაკებში გვემართება ადამიანებს, ის ნაკლებად კრიტიკული და ტრაგიკულია ხოლმე ალბათ მერე. არ ვიცი, აი ძალიან ბევრი მიმართულებით შეიძლება ამაზე საუბარი და მაგალითის მოყვანა, მაგრამ აქ აქცენტი არის მთავარი, რომ ბავშვს, რომელსაც ვხედავთ როგორც პიროვნებას, მას ვაძლევთ საშუალებას, რომ გააკეთოს არჩევანი. მას ვაძლევთ საშუალებას, რომ ისეთ გარემოში იყოს, სადაც ის უსაფრთხოდ გრძნობს თავს, მაგრამ ასევე თავისუფალია, რას აირჩევს, რას ითამაშებს, როგორ იმოძრავებს გარემოში და ასე შემდეგ. და ალბათ ცოტა მოგვიანებით რისკიან თამაშსაც შევეხებით, მაგრამ აქ გავჩერდებით. ხო, ცირა, უბრალოდ ერთი რაღაც მინდა რომ დავაზუსტო, ახლა შეიძლება ჩვენს მსმენელს გაუჩნდეს ესეთი კითხვა, რომ წეღარ როცა საუბრობდი აი როდის ჩავერთოთ ჩვენ ამ თამაშის პროცესში, როდის გამოვიდეთ. მაგაზე თუ შეგვიძლია რამე ზოგადი რჩევა მივცეთ, როგორ მივხვდე ამას? ეხლა დროა მე უკვე გამოვიწიო. კი, ეს ძალიან კარგი შეკითხვაა და მადლობა რომ მომეცი ამის გაშლის შესაძლებლობაც. საერთოდ ან კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ უკეთესი მშობლობა ნიშნავს, რომ გავერკვეთ განვითარების თავისებურებებში. მოდი ისევ ჯერჯერობით დავრჩეთ აი ამ 2 წლის ასაკში, 2 წლამდე ასაკში და ამ პერიოდში რა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, ხო? გარდა იმისა, რომ ბავშვი ჰოლისტურად ვითარდება, მისი სხეული ვითარდება, ფიზიკური განვითარება მნიშვნელოვანია, მოძრაობა და ასე შემდეგ. ამ პერიოდში მნიშვნელოვნად ვითარდება მეტყველება, ხო? ანუ ჩვენ ამ დროს მნიშვნელოვანია რომ ბავშვს ვესაუბროთ ყველაფერი, აი რაც კი არსებობს, რომ მიტრიალდება, მოტრიალდება, ყველგან ჩვენი ხმა მისდევდეს, ასე ვთქვათ რა, რომ ის კონკრეტული სიტყვები და ის კონკრეტული სახელდებები იმ კონკრეტულ ნივთებთან და გარემოებებთან დააკავშიროს. ჯერ ვითარდება მასზე მიმართული მეტყველება, უბრალოდ ჯერ ვითარდება მეტყველება, მოდი ასე ვთქვათ, როდესაც ბავშვს ესმის, რას ვეუბნებით, ანუ ეს არ არის რაღაცა ძალიან ხშირად არის ხოლმე, რომ აი ჩემი შვილი ისეთი განვითარებულია, აი ყველაფერი ესმის. ეს ყველა ტიპური განვითარებისთვის დამახასიათებელია, რომ მასზე მიმართული მეტყველება ბავშვს ესმის. შემდეგ ვითარდება უკვე ექსპრესიული მეტყველება, ანუ როდესაც ბავშვი იწყებს მეტყველებას, თავად სიტყვების გამოყენებას. რაც უფრო მეტი სიტყვა ესმის ბავშვს, რაც უფრო ხშირად და ყოველთვის ძილის წინ მაგალითად უკითხავთ წიგნს, ეს არსებითად ცვლის მის განვითარებას, ისევ და ისევ ამ 1000 დღეს რო დაუბრუნდეთ, დაბადებიდანვე. ის კი არა რომ ეხა მოდი მეტყველების ასაკია და მოდი ეხა დავიწყებ წიგნის კითხვას. დაბადებიდანვე უნდა გქონდეს ჩვენს რუტინაში გამჯდარი, რომ ვუკითხოთ წიგნები, რომ ვესაუბროთ, რომ მოვუყვეთ ჩვენი ცხოვრებისეული გამოცდილების შესახებ, რომ ბავშვს ესმოდეს, ბავშვის ტვინს ესმოდეს სიტყვები. და ეს სიტყვები უნდა იყოს
ცოცხალი, ანუ ჩვენგან არა ის, რომ კომპიუტერიდან ან და არა ის, რომ ტელეფონიდან ჩაურთეთ და რაღაცა ესმის. ეს არ ავითარებს ბავშვის მეტყველების უნარს, მეტიც ის აფერხებს ბავშვის მეტყველების განვითარებას და ამაზე კიდე ცალკე ვისაუბრებთ. აი ამ პროცესში, როდესაც ბავშვი მაგალითად თამაშობს და მეტყველების განვითარება არის აქტიური ფაზა, ხო? მნიშვნელოვანია, რომ რასაც აკეთებს, ყველაფერი აღვუწეროთ. აი ხა შენ ვაშლი აიღე და უშუალოდ შენ ეხლა სათამაშო აიღე, რომელსაც წითელი კაბა აცვია, აი მაქსიმალურად ბევრი სიტყვების გამოყენებით, მაქსიმალურად აღწერითი უნდა იყოს მასთან კომუნიკაცია. მაგრამ არის რაღაცა მომენტი, როდესაც უნდა მივხვდეთ, რომ ეხლა ყოველ წუთიერი უკვე კირკიტი შეიძლება, იმიტომ რომ თუ ხედავ, რომ ბავშვი ჩართულია, თუ ხედავ, რომ ბავშვის სახე ისეთი მოდუნებულია, რომ ის მთლიანად კონცენტრირებულია რაღაცა პროცესში, შეიძლება იქ დამატებითად ესე ნარატორი ზემოდან აღარ ვიყო უკვე. და ამ დროს უნდა ვაცალო. ამ დროს უნდა ვაცალო, რომ ის თავად გახდეს წამყვანი თავის პროცესში, თავის შემეცნების პროცესში. აუცილებლად მოგიტრიალდებათ, აუცილებლად შეგეკითხება რაღაცას, აუცილებლად მოგიტანს რაღაცას, აუცილებლად ჩაგიდევს კალთაში რაღაცას, როდესაც ის მას აინტერესებს. მაგრამ სულ მუდმივი თხრობა, სულ მუდმივი თხრობაც თლად შეიძლება ძალიან ჭარბად მასტიმულირებელიც კი აღმოჩნდეს. ანუ ესეთი ოქროს წესი არ არსებობს, მაგრამ რაღაცა ბალანსი მნიშვნელოვანია. ერთის მხრივ რომ ბავშვს ესმოდეს სიტყვები, მაგრამ მეორეს მხრივ რაღაცა ეტაპზე, ან ერთის მხრივ ეთამაშებოდე ბავშვს, დაუჯდე, თვალით კონტაქტი დაამყარო, ეურთიერთო, მაგრამ რაღაცა მომენტში უკვე რაც უფრო ზედა ასაკშია, ამ 0-დან 2 წლამდე პერიოდში, შესაძლებლობა მისცე დარჩეს მარტო. ოღონდ ნახეთ, შესაძლებლობა მისცე, ანუ როდესაც მას ეს უნდა გამოეცალო და არა მაშინ, როდესაც შენ გადაწყვიტე, რომ ეხლა შენ დიდი ხარ. და ერთი წამი აქ იჯექი და მე იქ ჭურჭელი მაქვს დასარეცხი. ჭურჭლის რეცხვა ძალიან აინტერესებთ, იმიტომ რომ ეს ის პროცესია, რომელსაც შენ ახორციელებ. დანების ჭერა ძალიან აინტერესებთ, იმიტომ რომ ეს ის არის, რასაც ისინი ხედავენ. ჩანგლებს, დანებს, ჭურჭლებს. აი ჩვენ რა ნივთებსაც ვიყენებთ და ხშირად სათამაშოები არ აინტერესებთ ბავშვებს. სწორედ ის ნივთები აინტერესებთ, რაც ყოველდღიურობაშია, იმიტომ რომ მათ აინტერესებთ და ისინი სწავლობენ იმით, რასაც ხედავენ. ჩვენ ვართ მათი როლური მაგალითები. ამიტომ ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, რომ როგორ ვაბალანსებთ აი ესეც პატივისცემაზე დაფუძნებულია, როგორ ვაბალანსებთ ურთიერთობაში. მოდი მაშინ ახლა გამოვიდეთ სახლიდან და თან 1000 დღეზე ვსაუბრობთ და მანდ დგება ხოლმე პირველი საკითხი ბაღში წასვლის. მანდაც კიდევ ახლა სხვა გამოწვევები გვაქვს, ხო? აი როგორ შევარჩიოთ ბაღი, რას ნიშნავს კარგი ბაღი, ინფრასტრუქტურა ესეთი მნიშვნელოვანია თუ ნაკლებად, კვება, მეთოდოლოგია, რა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, როცა ბაღზე ვსაუბრობთ. იქნებ საერთოდაც გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი. საერთოდ ბაღის არჩევა ძალიან რთული პროცესია. მით უმეტეს სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში, სადაც მოდი ესე ვიტყვი, სკოლამდელი განათლება განვითარების პროცესშია. ძალიან ისე სუბუქად ვიტყვი. ხო, ეს განვითარების პროცესი აწლეულები აგრძელდება, მაგრამ და არა გვაქვს მით უმეტეს, ეხლა მე თვითონაც როდესაც მშობელი გავხდი, ჩემთვის მე მეტად მოუთმენელი გავხდი. მაშინ როდესაც დავუშვათ სკოლამდელი განათლების მიმართულებითაც მუშაობ, მაინც მე როგორც მშობელი გავხდი მეტად მოუთმენელი, იმიტომ რომ აქ დღეს და ამჟამად გვინდა ჩვენ ხარისხიანი განათლება ჩვენი შვილებისთვის. და ხარისხიან განათლებას ჩვენი შვილებისთვის ყველა მხრიდან სჭირდება მხარდაჭერა. ცხადია, ამას სჭირდება სისტემური მხარდაჭერა, სახელმწიფოს მხრიდან, რომ სათანადოდ უზრუნველყონ გადამზადება, სათანადოდ უზრუნველყონ სახელმწიფო ოდენობის განსაზღვრა, სათანადოდ უზრუნველყონ ფიზიკური და სოციალური გარემოს უზრუნველყოფა. მაგრამ მეორე არის კიდევ საზოგადოება. ანუ და ეს საზოგადოება განსაკუთრებით ოჯახები და მშობლები. რას უკვეთავენ და რას უყურებენ, როდესაც არჩევენ ბაღს. მე მინდა ვთქვა, რომ საბავშვო ბაღი ბავშვისთვის მნიშვნელოვანი ნაწილში კედლები კი არ არის. არის აქაც ურთიერთობა. აქ მნიშვნელოვანია როგორი აღმზრდელი, როგორი ადამიანი დახვდება ბავშვს გარემოში და არ არის მნიშვნელოვანი, ცხადია მნიშვნელოვანია, მაგრამ არა პირველხარისხოვანი ეს ინფრასტრუქტურა. იმიტომ რომ რა პროგრამა წერია ფურცლებზე, როგორი კედლებია ბაღში და როგორი კვების მენიუა გაკრული კედელზე, ამითი არ განისაზღვრება რამდენად უსაფრთხო
დაცული, ნდობით სავსე და მასტიმულირებელია ბავშვისათვის ის გარემო, სადაც ის შედის ბევრი საათის განმავლობაში. ჩვენ სამსახურში რომ მივდივართ, ხო გვინდა რომ კარგი მაგი და კარგი სკამი, კარგი რა ვიცი, კონდიცირება ზაფხულში და სითბო გქონდეს. ხო გვინდა ეს, ანუ ესეც რაღაცა ფიზიკური მახასიათებლებია, მაგრამ წარმოიდგინეთ ახლა გარემო, სადაც თქვენ მიდიხართ პირველად, წარმოდგენა არ აყავთ, როგორი მენეჯერი დაგხვდება, წარმოდგენა არ გაქვს, როგორი თანამშრომლები დაგხვდება, ან შეიძლება დაგხვდეს თანამშრომელი, რომელიც სკამს არ გითმობს, მაგიდას არ გაძლევს, ანუ მიდიხარ ისეთ გარემოში, სადაც ყველაფერი მოსაპოვებელი გაქვს სინამდვილეში. და როდესაც დასრული ხარ, რაღაცა სტრატეგიებს იყენებ. და როცა პატარა ხარ და გადიხარ შენი დაცული, უსაფრთხო, გადასარევი, საოცარი გარემო და სადაც ყველაფერი შენი იყო. და ეხლა შედიხარ გარემოში, სადაც კიდე 1-30 ბავშვი მაინც დაგხვდება შენი ასაკის, მით უმეტეს, როდესაც საუბრობთ 2 წლის ასაკის ბავშვებზე. ეს ძალიან რთული რაღაცაა და ხშირად ნახეთ რაზე ლაპარაკობენ მშობლები, რომ 1-3 დღე იარა, გადასარევად იყო ყველაფერი 4 დღე და მერე აირია, მერე აღარ მოწონს, მერე აღარ მიდის, იმიტომ რომ ბავშვი არის ცნობის მოყვარე ადამიანი, შევიდა ამ გარემოში, ნახა რაღაცა მოეწონა, თან მით უმეტეს თქვენ როგორც მშობლებმა რო უთხარით, რომ აქ ეს დაგხვდება, აქ ეს იქნება, აქ სათამაშოებია, აქ ბავშვები იქნებიან, აქ სასრიალოები, რასაც გინდა იმას გააკეთებ, ითამაშებ. ეს მოლოდინები 100%-ით მიაქვს ბავშვს იმ გარემოში. და 100%-ით რო არ მართლდება, იწყება უკვე ამ გარემოდან გამოსვლის სურვილი, ან არ ყოფნის სურვილი. ამიტომ ერთი არის რომ რეალისტები უნდა ვიყოთ და რეალობა უნდა აღწეროთ და მარტო სილამაზე არ არის ბაღში ყოფნა, არის ისიც რომ შეიძლება რაღაცა დაბრკოლებები არსებობდეს და ამაზეც უნდა ვესაუბროთ და ესეც უნდა ვაჩვენოთ ბავშვს, რომ ბავშვისთვის მოლოდინები არ იყოს მხოლოდ ყველაფერი კარგად არის. ყველაფერი კარგად არის, ეს არის ნდობის ნაწილი, რომ მე როდესაც დავუშვათ თუ რამე შეგაწუხებს, თუ რაღაცა არის და არ მგინდა, მე აქ ვიქნები, მე მოვალ, მე აუცილებლად შენს გვერდით ვიქნები. ეს უსაფრთხოების განცდა ბავშვს უნდა კონდეს. ეხლა მე პირადად ჩემი პირადი პოზიცია არის, რომ ცოტა ადრეა ხოლმე 2 წლის ასაკის ბავშვების ბაღში შეყვანა. მე პირადად ბაღში არ შემეყვანია 2 წლის შვილი. თუმცა მე ვაცნობიერებ პროფესიულად ცხადია იმას, რომ ძალიან ბევრი მომუშავე მშობლისათვის ეს ერთადერთი შესაძლებლობაა და ყველას არ აქვს ის მხარდამჭერი სისტემა, რაც შეიძლება ბევრს ჰქონდეს სახლში. ამიტომ 2 წლის ასაკის ბავშვებისთვის მნიშვნელოვანი არის, რომ ცოტა განსხვავებული იყოს ის მოწყობა, ის გარემო, რაც ბაღში ხდება. არ უნდა ხდებოდეს 2 წლის ასაკის ბავშვს 30 ბავშვი. ბევრია. რთულია. იმ ზრდასრულისთვისაც რთულია, რომელიც 2 წლის ასაკის ბავშვის საჭიროებებს უნდა გაუმკლავდეს. და მერე რა ხდება? ჩვენ აი ამ ყველა ბევრ 2 წლის ასაკის ბავშვს ერთნაირად ვექცევით. მაშინ, როდესაც თითოეულ ინდივიდუალურ 2 წლის ასაკის ბავშვს ჭირდება ინდივიდუალური მხარდაჭერა. ვიღაცას უნდა რომ მის ნაცვლად ილაპარაკო. ვიღაცას პირიქით უნდა მიდის, ადის იმ ხეზე და კედელზე და იმას სხვა მხარდაჭერა სჭირდება. ამ დროს ძალიან რთულია პროფესიული გადაწყვეტა, პიროვნულ გადაწყვეტით დამთავრებული უჭირს აღმზრდელს და პერსონალს ასე მუშაობა. მაგრამ მათ ჩვენ ხო ვერ მოვთხოვთ, ჩვენ როგორც მშობელი, ჩვენ ხო არ ვაძლევთ მას, ვერ ვაძლევთ მათ შეცნობის დაშვების შესაძლებლობას, ხო? იმიტომ რომ ჩვენი შვილებს არ გვიდა რომ კოპი კონდეს თავზე, არ გვიდა რომ გაციბნენ. ამიტომ მრავალმხრივია. სახელმწიფო უნდა უზრუნველყოს და სისტემებმა უნდა უზრუნველყონ და მოიცალონ სკოლამდელი განათლების სისტემისთვის ისე რომ ეს იყოს ეს ძალიან ხარჯიანი პროცესია. სულ სვეთადია მასალები, სულ და ძალიან მაღალანაზღაურებადი უნდა იყოს. ყველა ნორმალურ განვითარებულ ქვეყანაში განათლების სისტემა არის ყველაზე ერთ-ერთი მაღალანაზღაურებადი სექტორი. იმიტომ რომ ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა და ყველაზე დიდი უშველებელი პასუხისმგებლობა არის. ამხელა არქიტექტორა ხალხს უნდა შეუწყოთ ხელი, რომ თავისი სისტემები ააწყონ. და უნდა ვიყოთ მათი ძლიერი საყრდენები, რომ პიროვნებები განვავითაროთ და არა მასის შემქმნელი რაღაცა ცალკეული ინდივიდები. პიროვნებები უნდა განვავითაროთ და ჩვენაირ ქვეყნებს და ჩვენი პატარა ქვეყნებს, პატარა დემოგრაფიული, მცირე დემოგრაფიის მქონე ქვეყნებს სჭირდებათ კიდევ უფრო მეტ ცხადია, რომ თითოეული ინდივიდი იყოს პიროვნება და პიროვნებები განვავითაროთ და ხელი შეუწყოთ, იმიტომ რომ
მასია და ამის სამყარო პოტენციალი საინტერესო ჩვენ ხო? გვაქვს. ამის პოტენციალი ჩვენ გვაქვს სინამდვილეში. უბრალოდ გჭირდება რომ მშობელი იყოს კარგი დამკვეთი იმისი რა სჭირდება მის შვილს და სისტემა იყოს ამის მოპასუხე რომ ბავშვისთვის ჯანსაღი გარემო შექმნას ხირა, ბაღში. ეს წეღარ ვახსენე 30 ბავშვი. ჩვენთან კანონმდებლობით მე მგონი ეგეც გაყოფილია ხო თუ აღარ არის მასე 25 უნდა იყოს და კი, მერე 3 წლის ზემოთ 30 ჯგუფებში. კი, ესე არის. თუ არ არის? საქართველოს კანონი ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ ამ კანონში არის პირდაპირ კანონის დონეზევე არის უკვე განსაზღვრული ასაკობრივი ჯგუფები და 2-3 წლიანი ჯგუფებისთვის არის 25-მდე ბავშვი, 3-4-იანი და 4-იანებისთვის თითქმის 30-35 ბავშვზე არის გადანაწილება იმ გათვალისწინებით, რომ ყოველ 13 ბავშვზე დაუშვათ გათვალისწინებული უნდა იყოს ერთი ზრდასრული. ანუ საშუალოდ 2 ზრდასრული უნდა არსებობდეს ჯგუფში. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ეს არის კანონში გაწერილი და კანონის დონეზე ეს უნდა იყოს, ასე ვთქვათ, მკაცრად გაკონტროლებულიც და არა მხოლოდ გაკონტროლებული, არამედ ხელშეწყობილი შესაბამისად, ჩვენ ვხედავთ ჭარბ, განსაკუთრებით ურბანულ კონტექსტში, ან დიდ ქალაქებში, თბილისში, ბათუმში, ჩვენ ვხედავთ ისევ და ისევ ჯგუფებში ძალიან ბევრ ბავშვს, რეგისტრირებულ ბავშვს. ნუ ეს არის, ასე ვთქვათ, ხშირად არის ესე, რომ ყველა ბავშვი არ დადისო ბაღში. და ამიტომ შეგვიძლია რომ დავამენეჯმენტოთ, ანუ დარეგისტრირებული შეიძლება იყოს დაუშვათ უფრო მეტი ვიდრე საჭიროა, მაგრამ მერე ყველა ბავშვი არ დადის და ვხედავთ 12-15 ბავშვს. და რატო ხედავთ 12-15 ბავშვს ბაღში, განსაკუთრებით ზამთარში? ეგ კიდე მეორე პრობლემაა, რაც გარემოსთან არის დაკავშირებული. ხო, ეგ სერიოზული გამოწვევა, სერიოზული პრობლემაა, იმიტომ რომ აი ამ ინფექციების პრევენციის თვალსაზრისით ხო ძალიან ბევრი არასწორი მიდგომა, ბევრი მითია გავრცელებული ჩვენ საზოგადოებაში, რაც ხელს უწყობს იმას, რომ თითქმის ნორმალიზებულია. ნორმად მიგვაჩნია, რომ რაღაცა სიტუაციებში ეს ბავშვები ძალიან ხშირად ავადობენ. კი ბატონო, არის ქართულად რო ვთქვათ ეს ტერმინი, როგორც ითარგმნება, იმუნური ვალია არსებობს. ამ ანტიგენებს დღეს თუ არა ხვალ მაინც შეხვდებიან, მაგრამ ნუ ცოტა გადაჭარბებულია ეს ყველაფერი, იმიტომ რომ რაღაცეების თავიდან არიდება, მაინც შეგვიძლია. თუ რა ეხაც უკვე დაიწყება მალე ამ ვირუსული ინფექციების სეზონი. უკვე დაიწყო, მე რასაც კი ბატონო, გრიპიც შემოვა და ამ შემდეგ და მარტივი რაღაცები შეგვიძლია ესენ თავიდან ავირიდოთ, ან შევამციროთ მისი გავრცელება, მაგრამ ამაზე მოდის ცალკე ვისაუბრებთ შემდგომში სხვა სტუმრებთან ერთად. უბრალოდ ამ ბაღის გარემოდან ჯეჯერობით არ მინდა რომ გავიდე, იმიტომ რომ რამდენიმე საინტერესო რაღაც ახსენე და ერთ-ერთი გამოწვევა, რომელიც მე ძალიან ხშირად მინახავს, იმიტომ რომ უბრალოდ ხა მაყურებლისთვის განმარტა რომ მეც მუშაობდი ხოლმე საბავშვო ბაღებში, სხვა პროგრამებში ძირითადად ცირას ხელმძღვანელობით რაღაც პროექტები, რომლებიც ჰქონდა ძალიან საინტერესო და ბევრი კარგი საქმე გავაკეთე წლების განმავლობაში. სამწუხაროდ ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა დღევანდელობაში. მაგრამ დიდი გამოწვევა იყო ხოლმე ეზო. ბაღის ეზო და აქტივობები, რომლებიც იგეგმებოდა ბაღებში და ბავშვების ეზოში გაყვანა, განსაკუთრებით ეს იყო ხოლმე სერიოზული პრობლემა და გამოწვევა, ეხლა მეც რაც მახსოვს, ჩემი ცხოვრების რამდენი საათი მაქვს მაგაზე დახარჯული, რომ ბავშვები მუდმივად უნდა იყვნენ ეზოში, ანუ ყოველ დღე. ამინდის მიუხედავად, იმიტომ რა ვქნათ, ესეთი ქვეყანა გვაქვს ჩვენ, რომ სულ მზიანი ამინდი არ არის. ეს ნიშნავს, რომ მაშინ ბავშვები გარეთ არ უნდა გავიყვნენ, იმიტომ რომ როცა მზე არის, მაშინ ბაღები არ მუშაობს ზაფხულის პერიოდში, ხო? ამაზეც რომ ვთქვათ, ეხლა როგორ უნდა მოვიქცეთ. ეზო, აი როგორც შენ დაიწყე, ზუსტად ეს დავიწყე. სათაური ეზო. კი ბატონო, ჩვენი ეზოები კიდე ხო უფრო დიდი პრობლემაა, ხო? ორივეზე ვისაუბროთ. და ესეც რაღაცა მთლიან სურათში შევაფასოთ, აი იმ სათაურით, რა სათაურითაც ჩვენ დავიწყეთ. გარემო, რომელსაც უყვარს ბავშვი. და დავსვათ შეკითხვა, რომ გარემო გვაქვს, რომელსაც უყვარს ბავშვი? და დავიწყოთ ჯერ ბაღით. ბაღის კონტექსტში უმრავლეს შემთხვევაში ტიპურ არ არსებობს ესეთი ტერმინი, მაგრამ მოდი ესე შევაფასოთ, ტიპური ბაღი რაც არის, ხო, რომ დავუშვათ, რომელსაც აქვს შენობა, რომელსაც აქვს ეზო, შემოსაზღვრებით, რომ არსებობენ კიდე ისეთი ბაღები, განსაკუთრებით კერძო ბაღები, რომლებიც დავუშვათ ბინის ან ესეთ სახლურ გარემოში არიან და ჯერჯერობით არ არის ასე ვთქვათ რეგულირებული, ან არ ქონდეს ესეთი გარემო. ეზო გარე სივრცე, რაც ცუდია. ავიღოთ ესეთი დაშვებით ჩვეულებრივი სტანდარტული საბავშვო ბაღი, რომელსაც აქვს ეზო. უმრავლეს შემთხვევაში ეს ეზოები არის ცარიელი. იმიტომ რომ უმეტეს დროს
ბავშვები მაინც ატარებენ შენობაში, შიგნით, რატომღაც შენობა შიგნით ითვლება უფრო დაცულ გარემოთ, როგორც ფიზიკური თვალსაზრისით, ასევე სწორედ აი ამ სხვადასხვა ვირუსების თვალსაზრისით. მაშინ, როდესაც და აი ამინდის უფრო გვეშინიან ცივი და გრილი და წვიმიანი ამინდის უფრო გვეშინია ხოლმე რატომღაც, ვიდრე დახურულ ჩაკეტილ სივრცეში აი ამ ვირუსების და ბაქტერიების და ინფექციების, რომელიც ბევრად უფრო მეტად ყვავის და შესაბამისად როგორც შენ აღნიშნე ზურა ნორმალიზებულია და სინამდვილეში და მეც გამიგია ძალიან ხშირად რა ევროპაში ვირუსები არ არისო იქაც ან სხვაგან არის ყველგან, მაგრამ არა ასეთი ინტენსივობით და არა ისე, რომ ყოველ მეორე კვირას ბავშვი იყოს ავად და ცარიელი იყოს ბაღები ზამთრის განმავლობაში, იმიტომ რომ უმრავლესი ბავშვებისა წვანან სახლში და არიან ავად. არ არის ეს ნორმა, ხო, დამეთანხმები და ნორმა არის ის, რომ და სწორი არის ის, რომ ბავშვები უნდა იყვნენ დილა-საღამოს ეზოში და ხშირად შემიმჩნევია ხა სხვადასხვა ასე ვთქვათ ინიციატივების და საქმიანობების ფარგლებში, როდესაც ჩვენ გვიწევს ხოლმე დავუშვათ ბაღებში მისვლა, ხედავ რას? ისე, აი დახედავ საათს და თაკარამზეშია ბავშვი გაყვა. აი პირველ საათზე შეიძლება ეზოს ანუ დღის წესრიგიც კი შეუსაბამოდ არის დაგეგმილი. ამინდის შეუსაბამოდ არის დაგეგმილი. ანუ დილას გაიყვანე ბავშვი. ან რომ მოდის აქტივობა დაიწყე გარე სივრცით, ხო? რატო შეკავს შენობაში და რატო იწყება იქ ხალიჩაზე და ბალიშზე ჯდომით დღის წრე, როდესაც ეს შეიძლება შენ გააკეთო გარეთ ეზოში. ამაზე ჩვენ ხშირად გვისაუბრია, ამაზე ძალიან ბევრი ტრენინგები აქვს გავლილი ბაღებს, მაგრამ აქეთ უცებ შემოდის შეშინებული მშობელი, იქით ანუ მშობელს უწარებ ტრენინგს და ვაიმენეტა ამას აღზრდელი ისმენდეს, აღზრდას უწარებ ტრენინგს, ვაიმენეტა ამას მშობელი ისმენდეს, ერთად ატარებ ამ ტრენინგს და ერთმანეთისკენ იშვერენ მაინც ხელს. ეს არის ჩვენი, ესე ვთქვათ, რა გამოდის, რომ ესე იგი ჩვენი სოციალურ-კულტურული კონტექსტი რატომღაც, სადღაც გაიპარა ეს, რომ მათ დაავიწყდათ რომ გარე სივრცეში ბავშვი არის ლაღად. არ დადეგებზე ჩვენ შენობებში ვიყავით? გარეთ დავდიოდით, სად აღარ დავრბოდით. აი ჩვენ ბავშვობა მახსენდება განსაკუთრებით, რომ შეადარო ბავშვები გარეთ არ არიან, ბავშვები ეზოში არ არიან, ბავშვები ეზოში არ თამაშობენ. თუ არიან ბავშვები, ისევ და ისე უჭირავთ ხელში ტელეფონები, იღებენ რაღაცა TikTok ვიდეოებს და ამას დებენ და პოსტავენ. ეს არის კატასტროფა ჩემთვის, როგორც მშობლისთვის და ჩემთვის როგორც პროფესიონალისთვის, რასაც უყურებ მე გარეთ. ეზოებში და ბაღებში ესე არ ხდება, მაგრამ ბაღებში, ეზოებში ბავშვები არ გაყავთ. წვიმაში გაყავთ თუ არ გაყავთ? აი დღევანდელ ამინდში, მაგალითად, შეიძლება ბავშვი წვიმიანი ამინდია. შეიძლება მოჟამული ამინდია ხო დღეს და ცრის. შეიძლება ბავშვი გარეთ არ გაიყვანო. რაც არ არის სწორი. რაც არ არის სწორი, იმიტომ რომ ბავშვს აკლებ ამითი მრავალფეროვან სენსორულ ინტეგრაციას, ბავშვს ამითი აკლებ სუფთა ჰაერს, ბავშვს ამითი აკლებ ფუნქციონირების შესაძლებლობას ისეთ ამინდში, რომ ცოტა ცივა, ცოტა სველდები. აბა სკანდინავიამ რა ქნას მაშინ? არა და ისინი სუგარეთ არიან. ისინი სწავლობენ ბუნებასთან ურთიერთობას და ხო, როდესაც გარეთ ხარ, შენ ბუნების პატივისცემას სწავლობ. როცა ეზოში ხარ, შენ იცი, რომ ნაგავის ყუთში უნდა ჩააგდო რაღაცა და არა ძირს. როდესაც შენ გარე აქტივობებში ხარ, სასრიალოზე ხარ, საქანელაზე ხარ, შენ სწავლობ რიგის დაცვას, შენ სწავლობ სხვის ლოდინს, ყველაფერს სწავლობ გარე სივრცეში, რასაც შიდა სივრცეში ისწავლი და ამ დროს თარაც ყველაზე თავარია გარეთ როა ბავშვი განიავეს შიდა სივრცე, ხო? რაც უფრო ხშირად გამოიყვან ის შიდა სივრცე, უფრო ხშირად განიავდება. რაც უფრო ხშირად არის შიდა სივრცე განიავებული, რა ხდება? რა ხდება და ხდება ის, რომ ნაკლები ინფექციური დაავადებებია. მოდი აქვე უბრალოდ მე ჩემი პერსპექტივიდან დავამატებ, რატო არის ეს ყველაფერი ესეთი მნიშვნელოვანი, რადგან ცირა საუბრობ და ჯერითი ის, რომ აი ეს არ არსებობს კარგი და ცუდი ამინდი, არსებობს კარგი და ცუდი და შესაბამო ჩაცმულობა, ეს ცნობილი ტერმინი რო არსებობს, არის აბსოლუტურად სწორი, ხო? კი ბატონი, საწვიმარი შეგვიძლია ჩავაცვათ და იყოს ეს ბავშვი წვიმაში. აქ ალბათ ერთ-ერთი ხშირი მიზეზი, რის გამოც ამ ყველაფერს არ აკეთებენ არც საბავშვო ბაღები და არც მშობლების მხრიდანაც ეს დაკვეთა ხშირად მიდის ხოლმე, არის ის, რომ ცივ ამინდში ბავშვი გაცივდება და მოდი აი მილიონჯერ გვაქვს ნათქვამი სპეციალისტებს ამ საკითხზე, რომ ცივ ამინდში ბავშვი არ ცივდება. გაციება გახლავთ ზედა სასუნთქის სისტემის ანთებითი მდგომარეობა.
ეს ანთება შესაძლებელია მხოლოდ გამოვიწვიოთ რომელიმე ინფექციური აგენტით. ეს ინფექციური აგენტები გვაქვს შემდეგი: ვირუსი, ბაქტერია, პარაზიტი, სოკო. რასაც ჩვენ გაციებას ვეძახით, ეს არის ქოლგა სახელწოდება, რომელიც ქვეშაც ერთიანდებიან რამდენიმე ათეული ვირუსული და ბაქტერიული ინფექცია. ანუ ეს ინფექციური აგენტი უნდა მოხვდეს ჩემს ორგანიზმში იმისათვის, რომ მე გავცივდე. და სად არის უფრო მაღალი ალბათობა, რომ ეს დიახ. ინფექციური აგენტი მოხვდეს? რა თქმა უნდა, იქ, სადაც უფრო მჭიდრო კონტაქტებია სხვა ადამიანებთან დახურულ სივრცეში დიდხანს, სადაც ვენტილაცია ან ბუნებრივი, ან ხელოვნური არ არის, სადაც კონცენტრაცია გარემოში, ჰაერში აი ამ წვეთების უფრო მაღალია. ბუნებრივია, რომ აქ ამ ყველაფრის რისკები იმატებს. ეს არის მიზეზი, რის გამოც ანუ აციებასთან ერთად იმატებს ზედა სასუნთქის სისტემის და არა მარტო ზედა სასუნთქის სისტემის ინფექციური დაავადებების წილიც. იმიტომ რომ გადავდივართ, მასიურად გადავდივართ დახურულ სივრცეებში. იწყებს ფუნქციონირება საბავშვო ბაღების სკოლები, უნივერსიტეტები. გადავდივართ და აი ეს მტრობა, რომელიც გვაქვს ღია ფანჯრების მიმართ, დიახ. ეს ცნობილი მითები, ფანჯარა, დახურე, მიბერავს და გავცივდები, არავინ არ ცივდება. რა თქვან მართლა სკანდინავიელებმა, რა თქვან იმ ადამიანებმა, ვინც ჩრდილოეთში ცხოვრობენ, ხო? ანუ ისინი სულ გაციებულები არიან და აბა ტროპიკებზე არავინ არ ცივდება, ეს ხო ესე არ არის, ხო? ეს ინფექციური დაავადებები ყველგან ვრცელდება. უნდა გვახსოვდეს ერთი რაღაც. მთავარი მტერი ეს არის დახურული სივრცეები და არა განიავებული სივრცეები. ამ პრობლემას თუ მოხსნით, შედარებით ნაკლებად შეგვაწუხებს ის ინფექციური დაავადებები, რომლებიც ამასთან არის დაკავშირებული. ამიტომ კი ხშირად უნდა გავიყვანოთ ბავშვები გარეთ, ეს მრავალმნიშვნელოვანია, როგორც ამაზე ცირა მისაუბრა, მაგრამ ცირა აქ ერთი შეკითხვა მაქვს, ახლა როცა არა გვაქვს ეს ეზოები და პარკინგებად არის ახლა ჩემს ეზოში მაგალითად ძალიან დიდი სივრცეა. აი უზარმაზარი სივრცეა. ალბათ გეგმარების დროს, ოდესღაც როცა ეს გაკეთდა, ეს იყო მწვანე სივრცე. ხეებიც არის. ერთი ნაწილი მთლიანად არის ავტოფარეხებად გადაკეთებული და მეორე ნაწილზე პირდაპირ დგას მანქანები, ანუ პარკინგის სივრცეთ არის ქცეული. ასეთ სურათი ბევრგან გვაქვს. მაგრამ იქ სადაც ეს სურათი არ გვაქვს. ეზო გვაქვს, არის რაღაცა სათამაშო მოედნები. ჯერ ეს მოედნები როგორია, მაგაზეც აი ძალიან მოკლედ ვთქვათ და მერე მაგ პროცესში იქ როცა ბავშვია, მშობელი როგორ უნდა იყოს ჩართული? აი ამაზეც რო გითხრა, რა უნდა გააკეთოს მშობელმა? მარტო უყურებს, აკვირდება უსაფრთხოებას ამოწმებს და თვითონაც ღებულობს ამ პროცესში მონაწილეობას. თუ რაღაცა მაგალითს აძლევს რამეთი. კი ბატონო. ესე იგი დავიწყოთ მართლაც გარემოთი, ისევ ფიზიკური გარემოთი. ამ ხრივ შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი ესევ და ისევ ურბანულ გარემოებში, თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ანუ სადაც უფრო ესეთი ქალაქური, ინტენსიური ქალაქური გარემო არის, სავალალო სიტუაცია გვაქვს. ის სავალალო, იმიტომ რომ მით უმეტეს, როდესაც სულ მშენებლობ თბილისში, სულ მშენებლობაში ვართ, ხო? სულ კაკუნია, სულ ამ სამშენებლო პროცესებს ხომ კიდევ ძალიან ამასაც თავისი ცოდნა უნდა, რომ თურმე რამხელა და რა ცუდი რაღაცები მოაქვს, ხო? ერთი რომ დავუშვათ ეს სამშენებლო მტვერი მოდის და ვერ გაკავს ბავშვი გარეთ, შეიძლება შესაძლოა ჩაიყვანო, მაგრამ ამ დროს რაღაცა სამი კორპუსი შენდება და იქიდან მოდის ცემენტის მტვერი, ხო? ბეტონის მტვერი. ეს ერთი პრობლემა. მეორე, ნუ ამას კიდე მოყვება სხვადასხვა თურმე რაღაცა მავნე მწერების, ასე ვთქვათ, დაბუდება ირგვლივ და ეს ცალკე პრობლემაა, მაგრამ ამაზეც ცალკე ეს არ არის ასევე ჩემი კომპეტენცია, მე უბრალოდ როგორც მშობელმა უკვე ვიცი ამის შესახებ. მაგრამ ნახეთ რა ხდება. ხმაური, აქვე უბრალოდ ჩვენს მსმენელს ვეტყვი, რომ აი ამ ხმაურთან დაკავშირებით, ტინიტუსთან დაკავშირებით, აი ამ გამოწვევებზე, რომელიც არის ხმაურთან ასოცირებული და ეს სერიოზული პრობლემაა და ძალიან ხშირად ჩვენ ამაზე შეიძლება არ გვიფიქრია, უბრალოდ აქვე დავამატებ რა დღეს ბავშვების თემაზე ვსაუბრობთ. რატომღაც ჩამოვყალიბდით ისეთ კულტურად, რომელმაც ძალიან შევიყვარით ეს ხმაური და ქართულ კაფე რესტორნებში ვერ წახვალ იმის გარეშე, რომ უბრალოდ შეიძლება აი შეირყე ისეთი დონის ხმაურია და მაგათ ქართულ რესტორნებში წესად იქცა, რომ როცა ორი ადამიანი ზის გვერდით ვერ დაელაპარაკები, უნდა დაელოდე უბრალოდ როდის მორჩებიან იქ რაღაცა მუსიკალურ ნომერს და მე სანამ ახალს დაიწყებ, მანამდე ორი სიტყვა მიუგდო. ეს არა მხოლოდ შემაწუხებელია, თუ არის ვიღაცისთვის შემაწუხებელი, ეს ფიზიკურად ამაზიანებელია და ამ გარემოში ბავშვის ყოფნა
არაფრით არ შეიძლება. ამ ვიდეოს აღწერაში ჩვენ გავლინკავთ ძალიან კარგ ეპიზოდს, რომელიც ჰქონდა კლინიკა ნეოლაბს და ქაბოტონი მაია ბუწაშვილის ხელმძღვანელობით არის ეს პოდკასტი. ძალიან კარგი ეპიზოდი ჰქონდათ, შეგიძლიათ გადახვიდეთ ამ ფულზე და მაგ ეპიზოდს მოусმინოთ. აჰა. კი ბატონო, ანუ ჯერ აი ამ ეზოზე ვისაუბრებ და ასევე არ მინდა რომ დამავიწყდეს ქართულ კაფეებზე და ბარებზე Mhm. რო ისაუბრე და რესტორნებზე, ზედმეტ ასევე ვისაუბროთ ბავშვთა გასართობ ცენტრებზე, რომელიც უფ, არანაკლები კატასტროფა. არ ვერიდები ამ სიტყვებს, იმიტომ რომ მართლაც ესე არის და მე მინდა რომ მართლა დარჩეს ჩემგან მსმენელს ეს შეტყობინება, რომ თუ ჩვენ გვინდა ბავშვისთვის სასიამოვნო და განმავითარებელი გარემოს შექმნა, უნდა ვიმოქმედოთ ინდივიდუალურ დონეზე, ჩვენი მოთხოვნა, ჩვენი დაკვეთა უნდა გავზარდოთ, თავისი ასე ვთქვათ, ღირებულებები, გავაჯეროთ ღირებულებებით და ბავშვზე ორიენტირებული გარემო თუ გვინდა რომ გქონდეს, დღესვე უნდა ვიმოქმედოთ, იმიტომ რომ მართლა კატასტროფულ გარემოში ვართ და კონტექსტში ვართ. რა ხო, და დაუბრუნდეთ ახლა, რა ხდება ეზოები არ გვაქვს. რა ხდება ჩვენი საცხოვრებელი კორპუსების ირგვლივ, მოდი ესე ვიტყვი. დგას ბევრი მანქანა, ამ მანქანებს შორისაც ბავშვები რო აი ან დავუშვათ რაღაცა ან სრიალებენ როლიკებით, ან რაღაცა კოშმარი ხდება, იმიტომ რომ სულ უნდა დაძაბული იყო რომ მანქანა არ გამოვიდეს და ბავშვს არ დაარტყას, იმიტომ რომ სხვა ადგილი არ აქვს უბრალოდ ბავშვს თავის უბანში რომ ისე ისრიალოს და ისე ირნოს, უნდა წავიდეს საბურთალოს ცხოვრების ლისზე, სადღაც სულ მანქანით უნდა გადაადგილდეს და თუ გყავს ისიც ის მანქანა, ან ტრანსპორტით უნდა გადაადგილდეს, რომ რაღაცა ადგილამდე მივიდეს. ეს ჩვენი აი სულთად ურბანული დაგეგმარების თვალსაზრისით ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ცოტა მეტი მოვითხოვოთ ჩვენ როგორც მოქალაქეებმა, რო შენდება ამდენი კორპუსი, უნდა მოვითხოვოთ, რომ იმ კორპუსს მოყვება თავისი ფიზიკისა განმავითარებელი სივრცე. საკმარისი სივრცე, თორე ხა ერთმა რაღაცა საკმარისი, რა თქმა უნდა. პლასმასს რო ის რაღაცას რო დადებენ და საიდანაც. სათანადო ზუსტად ხო, ეს არის. ჩააგებენ ეს გვაქვს, ჩვენ ნამდვილად. კანონის ზონეზე გვაქვს, იმიტომ რომ ჩვენ ქვეყანაში გვაქვს ჯანმრთელობის ხანშეწყობის ეროვნული სტრატეგია, სადაც ეს გათვლილია, რომ მაგრამ მე იმიტომ ვამბობ, გარემო ჩვენ ისეთი უნდა მოვითხოვოთ, ჩვენ როგორც მოქალაქეებმა უნდა აუცილებლად. ვიცოდეთ და ჩვენ როგორც მშობლებმა უნდა მოვითხოვოთ უკეთესი გარემო ჩვენი, თორე შეიძლება კანონში და წესებში და რეგულაციებში ბევრი რამე წერია ნამდვილად. მაგრამ ანუ ის უნდა ბავშვისთვის ვიცოდეთ, განმავითარებელი გარემო არ რომ გვაქვს. ეს ჩვენ გვეკუთვნის. ამისთვის ნამდვილად. ავაშენეთ ეს ქვეყანა, ეს ქვეყანა ხო ნამდვილად. ჩვენია, ხო? ვიღაცა ნამდვილად. სხვების ხო არ არის? იმ დაქირავებული ადამიანებისა, ვისაც ჩვენ ხელფას ვუხდით ჩვენი ნამდვილად. შემოსავლიდან, ხო? ეს ჩვენ გვეკუთვნის, ეს ასე უნდა იყოს, იმიტომ რომ ასე ვითარდებიან ადამიანები და ასე იქმნება მერე დიდებული საზოგადოებები. თან იცით რა არის? ანუ ბავშვი როგორაც რა ხატსაც ჩამოუყალიბებ, როგორც შენ, როგორც მამა, შენ როგორც დედა, შენ როგორც მეზობელი, შენ როგორც ამხანაგი, დავუშვათ დიდი დასრული უფრო მოზარდი ბავშვი და ასე შემდეგ და რა ფიზიკურ ვიზუალსაც შეაჩვევ, ის ხდება იმ ადამიანისთვის ნორმა. ეხლა მე არ ვისაუბრებ მარტო თბილისზე, ანუ რა ხდება რეგიონებში. რა ხდება დავუშვათ, აი შეიძლება 2 საათის გზაზე რო გადიხარ აგერ მარნეულისკენ. კატასტროფულ გარემოში ცხოვრობენ ბავშვები სოფლებში. ჩამონგრეული სკოლა, ჩამონგრეული ბაღის შენობა, ჩამონგრეული სახლები არის მათი ყოველდღიურობის ნორმა. და ამას რო უყურებს და წყალი რო არ აქვს წესიერად, კანალიზაცია რო არ არის წესიერი და სახლი რო სახლს არ გავს და ყველაფერი ჩამონგრეულია, ეს ეჩვევა მისი ტვინი ეჩვევა ასეთ ვიზუალში ცხოვრებას, ასეთ ყოფაში ცხოვრებას და იშვიათია რომ იქიდან გაჩნდეს ერთი ან ორი ადამიანი, რომელსაც გაუმჯობესება უნდა რაღაცის. უმრავლეს შემთხვევაში ის ამ გარემოში რჩება. და ეს მომავალშიც ხო, იმიტომ რომ ნორმა ხდება ეს მისთვის, ასეთ კონტექსტში აქვს მას ფუნქციონირება ნასწავლი და მოთხოვნაც არ იცის, სხვაც არ უნახავს, უკეთესიც არ შეუმჩნევია და შესაბამისად არ იცის რა მოითხოვოს, ან არა აქვს უნარი და შესაძლებლობა რომ მოითხოვოს უკეთესი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენ დღესვე მოვითხოვოთ ჩვენი ბავშვებისთვის მწვანე გარემო, ხეებიანი გარემო, განმავითარებელი გარემო. მარტო რაღაცა პლასმასის სკვერის ჩადგმა, პატარა რაღაცა ორი საქანელათი, რომელიც შეიძლება საერთოდ ვერ გამოიყენოს ბავშვმა და არც სჭირდება. სჭირდება მას სივრცე, სადაც ირბენს, უსაფრთხოდ. ბეტონზე სირბილი უსაფრთხო არ არის. დაეცემა იდგენს. ბალახში სირბილი უსაფრთხოა. კი, იმ ბალახში შეიძლება იყოს რაღაცა მწერი, მაგრამ ის იმდენად პრობლემური არის, რამდენადაც პრობლემური არის სწორედ ესეთი ურბანული გარემო, რომელშიც ის უსაფრთხოდ ვერ ვითარდება.
და მერე რა ხდება? მშობელი არ უშვებს და შენ მშობელზეც მკითხე, როგორ უნდა იფუნქციონიროს ამ გარემოში. აი მაგალითად თქვიშის მოედანზე. ან სათამაშო სივრცეში არიან გასულები. რას ვხედავთ ხშირად? აი რას ხედავ შენ ხშირად? თუ ნუ შეგიბჩნევია. ბავშვი შეიძლება სხვა ბავშვებთან ერთად რაღაცებს თამაშობს და მშობელი ან მობილურშია, ან სხვას ელაპარაკება. ან მობილურშია, სხვას რო ელაპარაკება, ეგ ეგ კიდე კაი უკეთესი ვარიანტია ალბათ, გარემოა, ხო? ან მობილურში იყურება და ან ეჩხუბება. და ან მუდმივ ინსტრუქციებს აძლევს, აი კოდალასავით. იმის ნაცვლად, რომ მშობელი ბავშვთან იყოს აჰა. ქვიშაში. მშობელი ბავშვთან ერთად უნდა მშობელი იმისთვის ვართ და ბავშვებს იმიტომ ვაჩენთ, რომ ჩვენ ესე იგი მზაობა გვაქვს უკვე, რომ ამ ბავშვის განვითარებაზე ავიღოთ პასუხისგებლობა. მე რომ მაქვს ამის მზაობა, ეს ნიშნავს იმას, რომ მე მასთან ერთად უნდა ამოვითხვარო ქვიშაში, მე მასთან ერთად უნდა დავისვარო ტალახში, მე მასთან ერთად უნდა ჩამოვსრიალდე და სასრიალოზე გადმოვკოტრიალ, მასთან ერთად ვითამაშო მოედანზე ფეხბურთი. გარედან კი არ უნდა უყურო მოედანზე და ინსტრუქციები კი არ უნდა მივცე, ხა დაარტყი, ხა გადაისროლე, ხა გადმოისროლე და თუ ვერ გაიტანა კარში გოლი კი არ უნდა ვეჩხუბო. მასთან ერთად უნდა ვითამაშო და მშობელი უნდა იყოს მუდმივი წამახალისებელი ბავშვის. წამახალისებელის კი არა რომ და წახალისებაში რას გულისხმობ? წამახალისებელის კი არა როცა ბავშვს არ უნდა ძალით გავაკეთებინო, არამედ როცა ბავშვს ვასწავლი რაღაცას პოზიტიური დადებითი უკავშირით შევავსო ის. ვუთხრა რომ გამოუვა, აჰა. ვუთხრა რომ შეძლებს, ვუთხრა რომ რა კარგად გამოგივიდა, ვუთხრა რომ აქაც სტყუილები არ უნდა ვთქვა ოღონდ. დაარტყა ბურთს ფეხი და გაფრინდა ის ბურთი სადღაც იქ და არა კარში. მე ვიტყვი რა კარგად დაარტყი ბურთს ფეხი. მოდი შემდეგზე შევეცადოთ რომ კარში მოვარტყათ. აი ნახეთ, იმას კი არ ვიტყვი რომ არ გამოვიდა და რა არის საითისვრი. ძალიან მნიშვნელოვანია დადებითი ურთიერთობა. ესე რო ელაპარაკები, ესე გელაპარაკება. რო ეტყვი გადი აქედან, აუცილებლად დაგიბრუნებს ამ გადი აქედან. რო ეტყვი რო არ ერთვები და ტელეფონში იყურები, რას უყურებს ბავშვი? ბავშვს ყოველთვის უნდა რომ შენ დაინტერესდე მისი გაკეთებულით. ის გეძახის, დედა ნახე რა გავაკეთე, მამა ნახე რა შევქმენი. მოდი ჩემთან ერთად ითამაშე და შენ ამ დროს გათიშული ხარ ტელეფონში რო იყურები. ის კი არა რომ მე არ ვამბობ რომ შეიძლება ძალიან მოსიყვარულე მშობელი ხარ, მაგრამ აი ამ შეტყობინების წაკითხვა რო გინდა აქ რაღაცის დათვალიერება რო გინდა, ამ დროს უბრალოდ არ გესმის და ბავშვი რა სწავლობს? ბავშვი სწავლობს რომ მე რო ველაპარაკები, ანუ ბავშვი როგორ აღიქვამს, მე რო ველაპარაკები და ვეძახი და ვაჩვენებ, მას არ აინტერესებს. და სხვათა შორის ეკრანებთან ურთიერთობის თვალსაზრისით, აი ამასაც უკვე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ ხოლმე და აჰა. რეკომენდაციებში სწორედ ეს არის, რომ მარტო ის კი არ არის პრობლემა, რომ შენ ბავშვს ეკრანს აძლევ ადრეულ ასაკში და ეს შემაფერხებელია მისი განვითარებისთვის. პრობლემა არის ის, რომ შენ ბავშვთან ყოფნისას იმავე ფიზიკურ გარემოში, რო იყურები ამ ტელეფონში და ეკრანში, ქმნი ისეთ კონტექსტს და ისეთ გარემოებას, რომ ბავშვისთვის არარელევანტურია ეს. ანუ ბავშვი ხედავს, რომ შენ ის არ გაინტერესებს. ამიტომ უნდა მოვერიდოთ ბავშვს. სხვა ოთახში და გამოვიყენოთ ტელეფონი, სხვა ოთახში და ჩავიხედოთ კომპიუტერში. რაღაცნაირად რთულია, ძალიან რთულია, ჩემი გამოცდილებითაც ვიტყვი, ეს ძალიან რთულია. მაგრამ ეს არის შესაძლებელი. ხო, ამას მე უნდა ვადასტურებ, რომ მოვინდომოთ. შესაძლებელია, იმიტომ რომ რაც ლუკა გაჩნდა, ჩვენ ცირა დავუკარგეთ. მასა ხო, დარეკვა. რაღაცა რაღაც შევწირე მსხვერპლად. საათებში, ხო, ჩვენ ვიცით, როცა ბავშვთან ერთად არის, მაშინ ცირასთან მობილური არ არსებობს. რასაც ძალიან მივესალმებით ცირა. ძალიან კარგია, ვცდილობთ იმიტომაც მაქსიმალურად. იმიტომაც თუმცა ვითარდება ვიტყვი აქვე, რომ ჩვენც დაუშვით რაღაცას. ჩვენც გაგვეპარა, არ არის ეგეთი ადვილი. მართლა არ არის. ჩვენც გაგვეპარა, ჩვენც გქონდა ის, რომ მოდი ხო არ არის დრო, რომ იქნებ ვაყურებინო ცოტა, მაგრამ ბავშვის ემოციური მდგომარეობა და ასაკობრივი თავისებურებები ამ დროს არ არის მზად. თან ნახეთ რა ხდება თავის ტვინში, რა ხდება. როდესაც ვაძლევ ტელეფონს და როდესაც უყურებს რაღაცა, არ ვიცი, გოჭი პეპას სიტყვაზე, ამ დროს ეს დოფამინი ადის თავის ტვინში, აქტიურდება ძალიან. ეს რა არის, ხო? ეს არის ნივთიერება, რომელიც გამოიყოფა მაშინ, როდესაც არის ძალიან სპონტანური, სწრაფი სიამოვნების მომნიჭებელი. და მერე ბავშვს ეს უნდა, ეს სწრაფი სიამოვნების მინიჭება. ყურება და ეს არ მთავრდება. არჩენი საკმარისია ესმის. იმიტომ რომ საკმარისიას კონცეფცია არ ესმის საერთოდ. და მერე ვიღებთ რას? ძალიან დიდ ემოციურ შეტევას ბავშვის მხრიდან, რომ მას ეს უნდა და შენ გიწევს ამის ძალით დარეგულირება. ამიტომ
და მაგრამ ისიც ძალიან მომხიბვლელია, როდესაც წინ ეკრანს დაუდებ ბავშვს და რასაც გინდა იმას შეჭამს. გააღებს პირს, ჩაუდებ. გააღებს პირს, ჩაუდებ და შენ ამ დროს ამას ყველაფერს აკეთებს უსიყვარული და ზრუნვით, იმიტომ რომ შენ გინდა რომ შენი შვილი იყოს ნაკვები, შენი შვილი იყოს ჩაცმული, დახული, მოწესრიგებული და ამას რო დააჭერინე ყველაფერს აკეთებს. ძალიან მომხიბვლელია ამის გამოყენება, მაგრამ ეს არის დამღუპველი, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში თავის ტვინი არ ვითარდება, ამ შემთხვევაში მეტყველება არ ვითარდება, ამ შემთხვევაში ემოციული რეგულაცია არ ვითარდება და ვიღებთ უარეს საბოლოო ჯამში. იქვეც, ბავშვობაშიც და მომავალშიც. ანუ ეს гаджеტები არის განვითარების ერთ-ერთი შემაფერხებელი. დღეს ეს უკვე ვიცით არის evidence based, ხო? მათ შორის მეტყველების განვითარების დიახ. შემაფერხებელიც და მაგ შემთხვევაში აი სად გადის ხოლმე ზღვარი, რომ ტიპური განვითარების შემთხვევაში რა პერიოდიდან რა არის რამე ისეთი სიგნალები, რაც რითიც შეგვიძლია ჩვენ ვინიშნოთ, რომ აი დროა რაღაცა სპეციალისტს მივაკითხოთ. მე მეგონა მკითხავდი, როდესაც შეიძლება რომ უკვე ეკრანი გამოვიყენოთ. არა. იცი რა, სპეციალისტს უნდა მივაკითხოთ მაშინ, როდესაც ჩვენ ნებისმიერ დროს, როდესაც ჩვენ ვთვლით, რომ რაღაცა კითხვა გვაქვს. ნუ დაველოდებით პრობლემის გართულებას. ნუ დაველოდებით, რომ მამამისიც 3 წლის ასაკიდან დაიწყო ლაპარაკი და ესეც ალბათ ესე იქნება. ნუ დაველოდებით მაგას. იმ მამასთანაც ესე იგი რაღაცა გამოწვევა იყო და იმიტომ დაიწყო 3 წლის ასაკში მეტყველება. თანაც ნახეთ, რას გვეუბნება ჩვენ მეცნიერება და კვლევები. რაც უფრო მეტი სიტყვა აქვს მოსმენილი ბავშვს, რაც უფრო დროულად იწყებს ბავშვი მეტყველებას, მით უფრო ნაკლები პრობლემები კი არა, მით უფრო წარმატებულია ის მომავალში სწავლაში. ანუ ნაკლები პრობლემები აქვს სწავლაში კი არა, მით უფრო წარმატებულია. რაც უფრო დროულად იწყებს ბავშვი მეტყველებას, ის უფრო წარმატებულია თავისი ემოციების გამოხატვაში. რო ლაპარაკობს ბავშვი, ცხადია მაინც არის ტანტრუმები, ცხადია მაინც არის ემოციური ჩამოშლები, იმიტომ რომ ამ დროს ჯერ ტვინი განვითარების პროცესშია და ნებისმიერ დადებით თუ უარყოფით ემოციას, ესე ადვილად ტვინი ვერ არეგულირებს და ეს ნორმაა, მაგრამ ნაკლებია პრობლემა, ნაკლებია ინტენსივობა, სიხშირე, იმიტომ რომ ბავშვი მეტყველებს. ბავშვს შეუძლია სიტყვებით გადმოქცეს, რაც განიცდის. გამოხატოს, თქვას რა უნდა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამას შევუწყოთ ხელი და თუ ხედავთ, რომ რაღაცა გვაწუხებს, ჯობია რომ თავის დროზე ვიკითხოთ სპეციალისტთან დავსვათ შეკითხვა. რთულია ეს ემოციურად მშობლისთვის, იმიტომ რომ მშობელი ამ დროს რას ფიქრობს? არა მაქვს მე პრობლემა, არა აქვს ჩემს შვილს პრობლემა და ეს ძალიან ბუნებრივი თავდაცვითი ფსიქოლოგიური მომენტია, როდესაც გვერდზე ვიხედებით. და ვამბობთ რომ არა მაქვს პრობლემა, მაგრამ ჯობია მეტად ახლა არ ვიცი, მე ვისთანაც პედიატრებთან ანუ ვისთანაც მქონია შეხება, ყველგან 100. ორივე ხელით ვზივარ ხოლმე. და ძალიან ესეთი ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ ძალიან შფოთიანი მშობელი ვარ. მე მირჩევნია ესეთი სახელი მერქვას, რომ შფოთიანი მშობელი ვარ, ვიდრე რაღაცა მომენტში რაღაცა გამეპაროს. ესე მირჩევნია. ხო, ჯობია ალბათ იმ დისკომფორტს გამოხვიდე და იმაზე იფიქრო, ვიდრე ცოტა გვიან შენიშნა რაღაცა პრობლემა და დააგვიანო. მაგრამ რომ ხედავ რომ 2 წლის ასაკში ბავშვი არ ლაპარაკობს, აი უფრო პირდაპირ გიპასუხო ზურა. რომ ხედავ რომ 2 წლის ასაკში ბავშვი არ ლაპარაკობს, არ მეტყველებს, არც ერთ სიტყვას არ აბობს, უნდა მივმართოთ სპეციალისტს. იმიტომ კი არა რომ ეს სპეციალისტი ვინ არის? ეს არის ფსიქოლოგი, ეს არის ნეიროფსიქოლოგი, უფრო მეტად ნეიროფსიქოლოგი, რომელიც ესე კარგ შეფასებას გააკეთებს ბავშვის და მეტყველების სპეციალისტი, ცხადია, მეტყველების ენისა და მეტყველების სპეციალისტი, რომლებიც თანამშრომლობენ, ურთიერთობენ, მშობელს სწორ რეკომენდაციებს მისცემენ. ეს შეიძლება იყოს ისევ და ისევ, აი ძალიან მარტივი, ერთი შეხედვით მარტივი რეკომენდაციები, ამას ხო ვაკეთებ. შეიძლება ვაკეთებდეთ, მაგრამ არ ვიყოთ ამაში თანმიმდევრულები. ამიტომ სპეციალისტი ჩვენ გვეხმარება, სპეციალისტი ჩვენ დიაგნოზს არ გვისვამს და რაღაცა დამნაშავეებად არ გამოგვიყვანს, ხო, რაღაცაში. გვეხმარება, რომ რაღაცა უკეთეს გზაზე, ან უკეთეს ბილიკზე გადავიდეთ ბავშვის განვითარების ხელშეწყობისთვის. როდესაც ვხედავთ, რომ ჩვენ აი ძალიან ხშირად აი ქცევასთან დაკავშირებითაც მინდა ვთქვა, ხშირად ნებისმიერი და ალბათ ტანტრუმთან დაკავშირებითაც აქვე შევეხები, ხშირად მშობლები შფოთავენ, რომ ეს ეგრეთ წოდებული რთული ქცევა და ტანტრუმი არის პრობლემა. და აი მე დავიღუპე, რაღაცა ძალიან ცუდად იქცევა და უკავშირსაც ესეც ვაძლევთ ბავშვებს, რომ
ცუდად იქცევი ეხა შენ, მაშინ როდესაც მას აქვს ტანტრუმი. ეხა რა ხდება, როდესაც მას აქვს ტანტრუმი? ეს არის ერთმნიშვნელოვნად ემოციური გადაწვა ბავშვის და ხშირად ეს ბავშვს მაშინ ემართება, როდესაც არის ჭარბა სტიმულირებული, როგორც დადებითი ემოციები. კარგად არის, ძალიან მაგრად გაერთო. აღტაცებულია თან აგერ ყველა ერთად დაინახა დედა, მამა, ბებია, ბაბუა, დეიდა, ამხანაგი მეზობელი ძალიან გაერთო და ვეღარ არეგულირებს ამ ემოციებს და შეიძლება დადნეს ემოციურ meltdown-ს, რასაც ეძახიან, ჩამოდნეს. ამ დროს სჭირდება მხარდაჭერა, ანუ წარმოვიდგინოთ, რომ ტანტრუმი არის ქარიშხალი და ამ ქარიშხალში ერთადერთი ნავსაყუდელი ვართ ჩვენ. ჩვენ ამ დროს უნდა ვიყოთ მშვიდად. ძალიან რთულია ესეც. მეც ჩემი პირადი გამოცდილებით ვიტყვი. ძალიან რთულია ამ დროს იყო მშვიდად. იმიტომ რომ ამ დროს შენ გერთვება რაღაცა, რომ გინდა რომ შენი შვილი იყოს მშვიდად, დაწყნარდეს, დამშვიდდეს, აღარ ტიროდეს და იწყებ გაჩერდის ძახილს. მაშინ როდესაც შენ უნდა შეინარჩუნოს სიმშვიდე, ხშირად უმეტეს შემთხვევაში შესთავაზეთ პირველ რიგში წყალი. იმიტომ რომ ხშირად ბავშვებს წყურიათ, ხშირად ბავშვებს შიათ და ამის გამო აქვთ ტანტრუმი. ჯერ შეკითხე, ხო არ გწყურია, შეკითხე, ხო არ გშია და აუცილებლად მიეცი ემოციური მხარდაჭერა. კი არ გაკოჭო, მაგრამ შესთავაზე შენი თავი მის სიმაღლეზე და უთხარი, გინდა ჩაგეხუტო, გინდა ჩამეხუტო, რომ ბავშვი დამშვიდდეს. ისუნთქო მასთან ერთად, აი ეს თანარეგულაცია. არსებობს ესეთი კორეგულაცია, ესეთი ტერმინიც, რომ შენ ხდები, აი გარე ხარაჩო ისევ და ისევ, როდესაც მან ეს არ იცის, შენ ხდები მისი გარე სისტემა, რომ ეს ყველაფერი დაარეგულიროს. და მე ნელ-ნელა შენგან სწავლობს და მე უკვე ინტერნალიზდება ეს ყველაფერი, ანუ გაშინაგნდება ეს ყველაფერი და თვითონ აკეთებს თავისი ემოციების რეგულაციას 3-4 წლის ასაკში. მანამდე ძალიან ბუნებრივია, რომ ხანდახან შეიძლება ბავშვი ჩამოიშალოს. ჩამოშლის დროს კი ჩვენ უნდა მას დასამშვიდებელი სტრატეგიები შევთავაზოთ და ზემოდან არ უნდა დავემატოთ. კი ბატონო, ცირა. აი ხა ჩვენ რაღაც საკითხებს სადაც ვისაუბრეთ, პატარ-პატარა შეკითხვები მინდა იმიტომ რომ ისეთ მნიშვნელოვანი რაღაცები ახსენე, რომელზეც ცოტა და რაღაც განმარტებები ან კითხვები შეიძლება არსებობდეს. მაგალითად, ჩვენ როცა ვსაუბრობთ სახლის გარემოზე, შენ ახსენე დაანები, ჩანგლები და ასე შემდეგ. ხო, ესეც ერთ-ერთი გამოწვევა არა მარტო მაგ გარემოში, სხვა გარემოშიც. სტუმრად, საბავშვო ბაღში და უნდა მივცეთ თუ არა ბავშვებს ჩანგალი. უნდა ჭამდნენ თუ არა ბავშვები საჭმეს ჩანგლით. დაანასთან ურთიერთობა როგორ უნდა დავიწყოთ, როდიდან უნდა დავიწყოთ. აი, აქ რას გვეტყოდი ახლა შენი პროფესიული გადმოსახედიდან. კი, უნდა მივცეთ ბავშვებს. თან ეგეც არ ვიცი, ხა დღესდღეობით შეიცვალა თუ არა სიტუაცია ბოლო წლებში არ ვიცი. მე მახსოვს რომ 10 წლის წინ, 7 წლის წინ, 15 წლის წინ ეს იყო სერიოზული ბრძოლა. მშობლებთანაც, საბავშვო ბაღებთანაც, რომ ჩანგალი ეს არ არის ცივი იარაღი და ესეც უნდა ვასწავლოთ ბავშვს და გამოვიყენოთ. კოლზეც დაახლოებით იგივე იყო. ნამდვილად, ეხლაც არის ეს გამოწვევა როგორც ოჯახებში, ასევე ბაღებშიც, რომ არ უდებენ ბავშვს ჩანგალს სიტყვაზე, რომ ეს შეარჭობენო ერთმანეთსო, ძალიან ხშირად გამიგი ან თვალში შეირჭობენ და ასე შემდეგ. ჩვენ იმისთვის ვართ დასრულები და იმისთვის ვქნით ბავშვისთვის უსაფრთხო გარემოს, რომ იქ ვიყოთ, ხო? რა თქმა უნდა, ეხლა მე არ მინდა რომ ეს ძალიან განკითხვით და ესეთი კრიტიკული იმით პერსპექტივით ვთქვა, რა თქმა უნდა, ყველაფერი შეიძლება მოხდეს და მოდი აქ ერთხელ დავამატოთ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. დიახ. ჩვენ აქ რო ვსაუბრობთ, არ ნიშნავს რომ ჩვენ ამ შეცდომებს არ ვუშვებთ. რა თქმა უნდა, ერთმნიშვნელოვნად. ეს ყველაფერი რთულია პრაქტიკაში, როცა ხედავ ამხელა პასუხისმგებლობა გაკისრია, რაც არის ბავშვის აღზრდა, რაც არის აი ამ გარემოს შექმნა, რომ აი ეს ბავშვი პიროვნებას ჩამოყალიბდეს, ეს უზარმაზარი პასუხისმგებლობაა და ემოციურად ყოველთვის რთულია. ძალიან რთულია. ამ გამოწვევების გადაჭრა და მით უმეტეს ბოლოსკენ მინდა რომ შენ კითხო, მშობლის გადაწყვეტეს, ხო? იმიტომ რომ ამას უზარმაზარი რესურსი ჭირდება. ამიტომ თუ ჩვენგან ამ შემთხვევაში რაღაც ცოტა აროგანტულად და ასე შემდეგ მოგეჩვენათ, იცოდეთ რომ ეს ჩვენ არ გვინდოდა, არავის არ განვიკითხავთ რა სისულელეა, ვიცით ყველა ერთ ქვაბში ვიხარშებით ამ შემთხვევაში. ნამდვილად, თან ახლა რაზეც ვსაუბრობთ, ეს არის ყოველთვის აი ბავშვის პერსპექტივიდან, ანუ წამყვანი საუბარი ახლა ჩვენ გვაქვს, რომ აი ბავშვს რა ჭირდება და რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ ბავშვისთვის, თორე რა თქმა უნდა, შეცდომებიც ხდება, რა თქმა უნდა, რაღაცა ისეთებიც ხდება, ახლა მე პირადი რაღაცები არ მოყვები უბრალოდ, მაგრამ რამდენჯერაც საიდანვე გადმოვარდნილა ჩემი შვილი, მხოლოდ ჩემს ხელში დავარდნილა. და ტკენია და ძალიან მართლა და რაც უფრო შენია ეს ბავშვი, მით უფრო მეტი და მაღალია ემოციური ლაბილობა და აბსოლუტურად გებინდება ხშირად გონება, სხვას ურჩევ, შენთვის შეიძლება ეს
შენ ვერ გააკეთო, მაგრამ ერთხელ ვერ გააკეთებ, მეორჯერ გააკეთებ. ანუ შეცდომაც დაგვიშვია, შეიძლება დაგვიყვირია, მაგრამ მეორე დღე რო გათენდება, წინასაღამოს ვიფიქროთ ამაზე და მეორე დღე რო უკეთესები ვიყო. ანუ მოთხოვნილება იმისი რომ უკეთესები ვიყოთ ამაზე ახლა საუბარი და არ მინდა რომ ნამდვილად გამოვიდეს ისე რომ რაღაცა კრიტიკულად ან რაღაცა დიდაქტიკურად საუბრობთ ახლა ჩვენ პირიქით. თუ რამე დიდაქტიკური გამოგვივა, ესეც ისე მხოლოდ იმიტომ რომ ბავშვის პერსპექტივიდან ვისაუბრეთ ამაზე და იმ კონკრეტულ ბავშვთან მიმართებაში არ მინდა რომ ეს შესაძლებლობა დაიკარგოს და ბავშვები რო სტატისტიკა არ არიან. ის თითოეული ინდივიდი ჩემთვის ინდივიდია და მით უმეტეს მე რაც მშობელი გავხდი, კიდევ უფრო მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ ჩემი შვილის მიღმა სხვა ბავშვებზე ვიფიქრო და ვიზრუნოთ ერთად, იმიტომ რომ ეს ეკოსისტემა, ეს არის ეკოსისტემა და არა ვაკუუმი, იმიტომ რომ შენ შვილს ვერ გაზრდით ცალკე, მაშინ როდესაც სხვა ბავშვები მაგალითად ისეთ ცუდ მდგომარეობაში არიან, ხო? და მარტო შენი შვილისთვის ვერ შექმნი რაღაცა თბილ გარემოს. პირიქით, მე მინდა რომ ჩემი შვილთან ერთად სხვა ბავშვებისთვის იყოს საუკეთესო გარემო შექმნილი და ამაზე ვსაუბროთ ახლა. და აი ეს იმაზე ვსაუბრობდით, ხო? ეს ჩანგალი და ამას შემდეგ. აი მე მაგალითად ყოველთვის ვაძლევთ შესაძლებლობას, ხო, ცხადია ძალიან ბასრდა, მჭრელდანას არ ვაძლევთ, იმიტომ რომ აქ შემთხვევითობა ძალიან რისკი ძალიან მაღალია, მაგრამ მე მაგალითად სუფრისდანა მიმიცია ბავშვისთვის, რომ რაღაცის დავიცვათ თავისი ბანანი ჩამოჭრას. გადასარევად ართმევს თავს, მაგრამ იქვე ვდგავარ, ყურადღებას ვაქცევ და მაქსიმალურად ვიცა სხვა ოთახში არ გავალ ამ დროს. ვაძლევ იმ პატარა ჩანგალუკასაც, რომლითაც მშვენივრად მიირთმევს თავის საჭმელს, კომფორტულად მიირთმევს, იმიტომ რომ მაგალითად თევზს მითი კოვზით ვერ შეჭამ. 1000-ჯერ გადმოუვარდება და გადაყრის. როდესაც არ ჭობს კოვს და მიირთმევს, გემრიელადაც მიირთმევს, დამოუკიდებლობის უნარების განვითარებაც ხდება, კვების უნარების განვითარებაც ხდება და იქვე ვარ მეც. ანუ მნიშვნელოვანი არის, რომ დაბაბალანსოთ უსაფრთხოება, მაგრამ მივცეთ ბავშვს შესაძლებლობა, რომ გავიდეს წინ. ბავშვი, აი, აქაც მეტაფორულად რო ვთქვათ, ეხა, როდესაც სად დგახარ ბავშვი, აი, როდესაც მაგალითად ბავშვი დგას, შენ სად დგახარ? მის უკან დგახარ? მის წინ დგახარ თუ მის გვერდზე დგახარ. სად არის უკეთესი პერსპექტივა ჯერ ერთი როდესაც ბავშვს ხედავ, ხო? უკან რო დგახარ მარტო აქაც აუცილებლად გვერდით. გვერდიდან ხედავ შენ ყველა პერსპექტივას უკანა მხარესაც, წინა მხარესაც და სოციალურადაც, მეტაფორულადაც, ფიზიკურადაც ნებისმიერ კონტექსტში რო წარმოიდგინო, ყოველთვის ხარ ბავშვის გვერდით, როდესაც საუკეთესოდ ხედავ სად დგას შენი შვილი. ჩემი შვილის მაგალითს მოვიყვან, ისე ყველაზე ეს გაქცევა უყვარს ხოლმე, სირბილი უყვარს, მოიდგინეთ ძალიან ესე. მოდი გავიქცეთ მეტყვის. და ყველაზე კარგი ადგილი, სადაც მე ვარ, არის, როდესაც მის გვერდით მასთან ერთად მივდივარ, არც წინ, არც უკან, გვერდით. თუნდაც ამ ბავშვის, რომელიც გამომხედავს, უფრო ადვილად და თან არ დაიბნება, უკან რო ვარ, სულ დავარდებოდა წინ რო ვარ, მე ვერ ვხედავ გვერდიდან რო ვუყურებ, ერთად მივდივართ, უბედნიერესია, მეც კმაყოფილი ვარ, იმიტომ რომ ვაკონტროლებ, თუ რამეა, რომ მივეშველო. ანუ ძალიან მნიშვნელოვანია გავუშვათ ბავშვი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უსაფრთხოების თვალსაზრისით ვიყოთ ბალანსში. თავისუფლება და უსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანია. კი ბატონო. ცირა ბოლო რამდენიმე შეკითხვას დაგისვამ, იმიტომ რომ უკვე დასრულებისკენ უნდა წავიდეთ. სამწუხაროდ ყველა იმ თემას ვერ მოვიცავთ, რაც გვინდოდა, მაგრამ ჩვენი გარემოს თემას მე მგონი კი გავდივართ ამასობაში ბოლოსკენ და კი ისევ აი ამ თამაშის თემაში რო ვიყოთ და ეზოებში რო დავრჩეთ, რისკიანი თამაშები, ხო? ერთ-ერთი ხშირად ისეთ საკითხი ხშირად რო არის ხოლმე დებატები, რომ აი უნდა გამოვიყენოთ თუ არა, მაგალითად აი ხეზე ძრომა, სიმაღლიდან ხტომა, რომელსაც რაღაცა რისკები ახლავს. ამასთან დაკავშირებით როგორია სპეციალისტების პოზიცია? რისკიანი თამაში ეს არის ნამდვილად ესეთი დამკვიდრებული ტერმინი, რომელიც გულისხმობს ისეთ თამაშებს, სადაც უფრო მეტი საჭიროება უსაფრთხოების დაცვის. მაგრამ ეს ლეგიტიმური თამაშია, ასე ვთქვათ. რას ნიშნავს ეს? როდესაც მაგალითად ბავშვი მიძვრება ხეზე, ან როდესაც სკვერებში განთავსებულ ესეთი
ბაწრის კიბეები რომ არის ესეთი დანადგარები, იმაზე აძვრება, ანუ სადაც შეიძლება ჩამოვარდეს, არის ამისი რისკი, ხო? ან ისეთი თამაშები, სადაც რაღაცა რისკია, რომ დარღვეული იყო, ანუ რისკია, რომ მისი უსაფრთხოება არ იყოს ისე კარგად უზრუნველყოფილი, ხო? ანუ აქ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებს ამის შესაძლებლობა მივცეთ. იმიტომ რომ რაც უფრო მეტ გაბედულების შესაძლებლობას ვაძლევთ ბავშვს, მით უფრო მეტი სითამამით, მით უფრო მეტი თავდაჯერებულობით და რაც უფრო მეტად ხეზე რო აუშვებ ბავშვს და რომ მისცემ რომ ეხა აქ დადგი ფეხი, ეხა იქ დადგი ფეხი, რო კარ ნახავ და თან რო უსაფრთხო ბადეს ქმნი შენი იქ ყოფნით, რა ხდება ამ დროს? ჯერ ესეთი ფიზიკური განვითარება თავისთავად. მეორე რომ ის თავდაჯერებული ხდება, მას აქვს განცდა რომ მას ეს შეუძლია. ახლა ვიღაცამ შეიძლება მითხრას რომ შეიძლება ნაკლებად რისკიანი რაღაცეებით ვასწავლოთ ბავშვს თავდაჯერებულობა. კი, ნამდვილად შესაძლებელია, მაგრამ რაც უფრო მეტად გავა ბავშვი თავისი განვითარების პროქსიმალური ზონიდან და გაცდება ამას, მით უფრო მეტად ვითარდება ის. და მით უფრო მეტი შესაძლებლობა ეძლევა, რომ ემოციური თავდაჯერებულობა მეტი კონდეს და რა თქმა უნდა მედეგობა გამოიმუშაოს, გამძლეობა გამოიმუშაოს და არ იყოს ესეთი რაღაცა თავისთვის ჩაკეტილი, შიშარა, შიშფოთებული, კალთას მომაგრებული ბავშვი. თუმცა ესეც გარკვეულწილად მე ვამბობ ახლა მთლიანობითაც, თორე გარკვეულწილად ის რომ ბავშვი კალთის უკან იმალება და ცოტა ხანი არ შედის რაღაცა გარემოში და უნდა ამ გარემოს დაკვირვება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი და ეს არ უნდა დავაკნინოთ და არ მინდა რომ ეხა ისე დავასრულოთ ჩემი ნათქვამი, რომ აქ თითქოს რაღაცა ეს ცუდია და ის კარგია. ის რომ ბავშვი რაღაცას არ გაბედავს და არ შევა, მაგრამ აკვირდება, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი განვითარების თავისებურებაა ბავშვისთვის და უნდა ვაცალოთ. ერთ დღეს, მეორე დღეს შევა. ეს შეიძლება ხეზე ასვლა იყოს და ეს შეიძლება სხვა ბავშვთან ურთიერთობის დაწყება იყოს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ამასაც ხელი შეუწყოთ და მივცეთ ამის საშუალება. ცხადია იქ ყოფნით და გარემოს მაქსიმალური კონტროლით, რომ ბავშვის უსაფრთხოება იყოს დაცული. ესე იგი, წეგან შენ ახსენე, აი ეს ბავშვთან ჩახუტება განსაკუთრებით, ანუ ტანტრუმების დროს, მაგრამ მანამდე სხვა კონტექსტშიც ახსენე. აი მაგაზე მოდი აი ამ სენსორულ სისტემაზეც და მაგის განვითარებაზე ძალიან მოკლედ ვთქვათ, რომ აი როგორ უნდა გავიგოთ, როგორ უნდა გავარკვიოთ, რომ ეს არის რაღაცა წყალებში ცუდი ქცევა, რასაც ბავშვი ავნეს თუ იქნებ რაღაცა სენსორული შიმშილის ეპიზოდი აქვს, ხო? იმიტომ რომ ზოგ ბავშვს შეიძლება ხმაური, რა ქვია, ხტუნვა, უფრო ესეთი აქტივობები შეიძლება იყოს, ნუ სხვა შემთხვევაში ეს ქცევები ძალიან რადიკალურად იცვლება ხოლმე. აქ ხო აი რას ნიშნავს მაგათ ეს სენსორული შიმშილი? რაში გვეხმარება? მაგასაკისთვის რამდენად მნიშვნელოვანია, რამდენად ხშირად შეიძლება ეგეთი რაღაცა შეგხვდეს? სენსორები, ანუ შეგრძნებები, ხო? შეგრძნებები, რომლითაც ჩვენ შევიმეცნებთ ჩვენ სამყაროს. როდესაც ბავშვი არის განვითარების პროცესში, ანუ მისი ტვინის არქიტექტურა ყალიბდება, ეს ნიშნავს, რომ მისი სენსორული წყაროები განვითარების პროცესშია, ხო? ეს არის მხედველობა, სმენა, შეხება. ამ შემთხვევაში ფიზიკურს გულისხმობ, ხო, აი ტანკის სიარლიყები, ჩასაცმელი ეს ყველაფერი. და ასევე ძალიან ხშირად გამოგრჩება ხოლმე აი ეს პროპრიოცეფცია და ძალიან ხშირად, როდესაც ეს საქანელები მარტო გასართობის საქანელა კი არ არის, რომ ვირწევი და ეს არის ფიზიკური სტიმულაცია, რომელიც ჩემს საყრდენ მამოძრავებელ სისტემას ავითარებს. ჩემს კინესთეტიკას ავითარებს, ჩემს პროპრიოცეფციას ავითარებს, წონასწორობის შეგრძნებას, სხეულის აღქმას ავითარებს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია და როდესაც ეს ყველაფერი განვითარების პროცესშია, ხშირად არის ხოლმე, რომ თუ ბევრი ინფორმაცია შემოდის, ჭარბი სტიმულაცია მაქვს, ესე იგი და ვიღლები, ვიტვირთები, შეიძლება ტანტრუმიც დამემართოს და სხვათა შორის რომ ვიღლები, ბავშვი როცა იღლება, ეს იმაში კი არ გამოიხატება, რომ წავედი ახლა მე დავწვევი, დავიძინე პირიქით. რომ იღლება უფრო აჟიტირებულია და ვერ არეგულირებს თავის ფიზიკურ და ემოციურ ბალანსში ვერ მოდის და ამიტომ სჭირდება აი ეს ბალანსიც ერთი რომ ჭარბი სტიმულაცია არ კონდეს, მეორეს მხრივ ხშირად არის ხოლმე სენსორული დეფიციტი. როდესაც სხვადასხვა სენსორებთან შეხება არ აქვს, სხვადასხვა სენსორული წყაროებიდან ინფორმაცია არ შემოდის. მხოლოდ ვიზუალური წყარო აქვს, მაგალითად ისევ და ისევ ეკრანთან ჯდომა. მხოლოდ ან არის ძალიან ხმაურიან გარემოში და აი აქ ვიტყვი, კი მთხოვე მოკლეთო, მაგრამ უნდა განვავრცო ეს, რომ
გასართობი ცენტრები. ბავშვთა გასართობი ცენტრები, სადაც ნორმალიზებულია ჩვეულებრივი ღამის კლუბი. ღამის კლუბის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, ცხადია, მაგრამ ბავშვისთვის ღამის კლუბი არ არის, ხო, შესაბამისი. შესაბამისად, გარემოში, რომელშიც შედის ბავშვი, სადაც არის მიკროფონში ღრიალი, მაღალ ხმაზე მუსიკა, ძალიან ბევრი მასტიმულირებელი განათება, მუდმივად შეჯიბრზე ორიენტირებული თამაში და მუდმივად მხოლოდ იუბილარი გამარჯვებული. ეს არ არის ბავშვის განმავითარებელი გარემო, ეს არის ბავშვისთვის ძალიან არასათანადო და შეუსაბამო გარემო, რომელზეც შემიძლია, რა ვიცი, საათები ვისაუბრო, რატომ. და როდესაც აი ეს დაბალანსებული არ არის სხვადასხვა სენსორული წყაროები, აი დღის განმავლობაში მაგალითად ფიზიკური აქტივობა, სირბილი, ფიზიკური თამაში, მერე დავუშვათ წიგნის კითხვა, ან რაღაცა ხატვა, ან რაღაცის ძერწვა, აი ეს ძერწვაც ხო ნატიფ მოტორიკას ავითარებს, არა? ან წვრილ მოტორიკას. ანუ დაბალანსებული უნდა იყოს დღის განმავლობაში, ხან აქტიური, ხან პასიური, ხან აქტიური, ხან პასიური აქტივობები და ძილისკენ უფრო პასიური აქტივობები. თუმცა ერთ დეტალს ვიტყვი, ხშირად ბავშვები უყვართ ხოლმე ძილის წინ გადარბენა, ხტუნვა, საწოლზე ხტუნვა, ეს კარგია. მივცეთ ბავშვებს ამის საშუალება. ეს უკეთესია. ეს უფრო ეხმარება ბავშვს, რომ მერე დაწვეს და გებრიელად დაიძინოს, ვიდრე ვაიძულოთ ბავშვს, რომ ჩაწვეს საწოლში, გადაიფაროს საბანი, ვისმინოს რაღაცა დიდხანს და მერე ოდესღაც დაიძინოს. არ იძინებენ. ფიზიკური სტიმულაცია, ხტუნვა საწოლზე კაია. და მივცეთ ამის შესაძლებლობა. ხო, ემოციური ინტელექტის განვითარებაზეც მინდა ადრეულ ასაკში რომ გითხრათ, ჩვენ აი გარშემოყოფებმა, უფროსებმა ყოველდღიურ იმაში როგორ შეიძლება რომ ამას ხელი შევუწყოთ ბავშვის ემოციური ინტელექტის განვითარებას. ზოგადად ადრეული ასაკი არის ის პერიოდი, როდესაც როგორც ვთქვით, ყველა უნარი ვითარდება ამ ასაკში და ფაქტიურად ფუნდამენტს ქმნის მომავალში როგორი ვიქნები გამოხატულებაშიც, დავუშვათ იგივე აზროვნების თვალსაზრისითაც და ასე შემდეგ. ემოციური ინტელექტი, ანუ რო ჩვენ დავუბრუნდეთ ემოციურ და სოციალური უნარების განვითარებას და ამ ასაკში ვითარდება სწორედ ემოციებიც, პირველი ეს იწყება რითი? ეს იწყება თვითგამოხატვით. თვითგამოხატვაც კიდევ უფრო ადრე იწყება იმის სახელდებით, თუ რა ემოციებს ვფლობთ, რა ემოციები, რა არის ეს, რას ვგრძნობ ეხა მე, როდესაც დავუშვათ რაღაცა გაბრაზებული ვარ. როგორ შეიძლება ეს მე დავარეგულირო? როდესაც მე გახარებული ვარ და ეს რაღაცა ის ახტაცების შეგრძნება მაქვს, ეს რა არის ფიზიკურად, რა შეგრძნებაა და ამას რა ქვია და როდის ხდება? აი ამ სახელდებებით და ამ თვითგამოხატვის რეგულირებით იწყება ბავშვის ემოციური კომპეტენციების განვითარება და ჩამოყალიბება. რაც საფუძველს ქმნის, რომ თვით აღქმა ისწავლოს და მერე სხვების აღქმა ისწავლოს. ანუ სხვა რას გრძნობს, სხვისადმი თანაგანცდა ისწავლოს, სხვისადმი ემპათია ისწავლოს და ამას ყველაფერს სწავლობს და სიტყვა სწავლას, როდესაც ვამბობ, ისევ და ისევ აი სამყაროს შემეცნებაზე ვსაუბრობთ და არა იმაზე, რომ ვიღაცამ რაღაცა გასწავლოს და მერე ის გაიმეორო. ბავშვი არის იდეალური მკვლევარი, საუკეთესო მკვლევარია, ბავშვის პიროვნება არის წამყვანი ხაზი არის ცნობის მოყარეობა, ყველაფერი აინტერესებს და ამ ინტერესით სწავლობს. და შენ თუ აძლევ საინტერესო გარემოს, უბრალოდ ნებისმიერ გარემოს, რასაც აძლევ, ნებისმიერ გარემოს სწავლობს. აძლევ მშვიდი და უსაფრთხო გარემოს, მშვიდი და უსაფრთხო გარემოს სწავლობს და ესეთიც ხდება. აძლევ ძალადობრივ გარემოს, სადაც უყვირიან, სადაც ეჩხუბებიან, სადაც ურტყამენ, ასეთი ხდება. და თქვენ წარმოიდგინეთ, მაშინაც კი, როდესაც ის ადამიანი ფიქრობს, რომ მე რო გავიზრდები, მე ესეთი არ ვიქნები, მე ესეთი დედა არ ვიქნები, მე ესეთი მამა არ ვიქნები, მე ჩემს შვილს არ დავარ. სამწუხაროდ, თუ დავუშვათ იმან რაღაცა რეაბილიტაცია, თერაპია, მხარდაჭერა არ გაიარა და ნუ მთელი პროცესები არ გაიარა, ძალიან ხშირად ეს ადამიანები სწორედ ისეთი დედები და სწორედ ისეთი მამები ხდებიან, იმიტომ რომ მათ ისინი იწყებენ იმ ქცევის გააქტიურებას, რა ქცევაც იციან. ეს ნახეს. და როდესაც რაღაცა გამოწვევა ან პრობლემა ჩნდება, სწორედ იმ ქცევას იმეორებენ, რა ქცევაც მასზე განხორციელდა თავის დროზე. თუ ეს რაღაცა ჯაჭვი გინდა გაწყვიტო, ამას სჭირდება ცალკე პროცესები. ეს სხვა პოდკასტის თემა. ეს სხვა პოდკასტის თემა ნამდვილად. და მაგ შემთხვევაში თავიდან როგორ ავირიდო ის ეგრეთ წოდებული პოზიტიური მშობლობა, როცა ყველაფერზე ბავშვს ყველაფერზე ნებართვა აქვს.
ესეც ხო ცდუნებაა ერთგვარი. ლიბერალური მშობელი ეგრეთ წოდებული, ხო? ნახეთ რა ხდება და ამაზეც ძალიან ხშირად გვეუბნებიან ხოლმე, რომ აი ესეთი თავისუფლება ბავშვს ყველაფრის უფლება ქონდეს და აი თავისუფლება არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვი როდესაც რაღაცა არასათანადო ქცევას ახორციელებს, შესაბამისი უკავშირი არ მივცეთ, ხო? თავისუფლებაშივეა სწორედ ის, რომ პასუხი შენ როდესაც ხარ თავისუფალი პიროვნება, შენ პასუხისმგებლიანი პიროვნებაც ხარ, ხო? შენ როდესაც შენი თავისუფლებას აფასებ, შენ ასევე აფასებ სხვის თავისუფლებას. ესე იგი, შენ პასუხისმგებლობას გრძნობ სხვაზეც, ხო? როგორც ზრდასრული. და ეს იწყება პატარაობიდან. რომ შენ როდესაც რაღაცას ასწავლი შენ შვილს და ასწავლი შენ მიუთითებ რაღაცაზე შენს ბავშვს, ეს უნდა გააკეთო პატივისცემით და პასუხისმგებლობით. თუ შენ ბავშვს ასწავლი წესებზე დამორჩილებას, ის ისწავლის წესებზე დამორჩილებას და გაიზრდება ან მორჩილი, ან დამმორჩილებელი. და თუ შენ ასწავლი ბავშვს წესების დაცვას, მაშინ ის ბავშვი სწავლობს წესის დაცვას და შესაბამისად მოლოდინი აქვს საზოგადოებისგან, რომ ისინიც დაიცავენ წესებს და წესის დაცვასა და დამორჩილებას შორის ვფიქრობ განმარტება არ არის საჭირო, რას გულისხმობთ. შეთანხმებული პატივისცემაზე ორიენტირებულია. მე რო ვსწავლობ, რომ ნაგვის ყუთში უნდა ჩავაგდო ნაგავი, ეს წესების და ამას სწავლობ წესის დაცვით, მასწავლის, მოდი აი მაგალითით ვასწავლი, რომ მე ჩააგდებს ჩემი შვილი. მაგრამ მე თუ ყოველ ჯერზე ვეუბნები, რომ შენ ნაგავი უნდა ჩააგდო ნაგვის ყუთში, მაგრამ მე თვითონ მოვიფრიალე რაღაცა აქეთ. ეს არის წესის დამორჩილების სწავლება, ის კი ისწავლის ამას, მაგრამ როგორც კი მე არ ვიქნები, ისიც მოიფრიალებს ნაგავს. და იგივეა ურთიერთობაზეც და ყველაფერზე როგორ ვასწავლი რაღაცას. ვასწავლი, რომ ეხლა მე უნდა დამემორჩილოს და გაჩუმდეს და გააკეთოს ის, რასაც მე ვეუბნები, ჩაიცვას ის, რასაც მე ვეუბნები, წავიდეს იქ, სადაც მე ვეუბნები, თუ მოველაპარაკო და გავჩერდე ცოტა ხანი, კი, მეჩხარება სამსახურში, მაგრამ უნდა გავჩერდე ის 3 წუთი და დავუთმო ჩემ შვილს. და უნდა გავჩერდე და უნდა დავუთმო იმ ჩემს მეზობელს, ან ამხანაგს, ან მეგობარს, რომ პატივისცემაზე ორიენტირებული იყოს ეს ურთიერთობა და არა ერთმანეთის დაბულინგებას. იმიტომ რომ მე საბოლოოდ ესეც საზოგადოებას ვიგებთ, როგორადაც ვზრდით ბავშვებს. ხო, ცირა, აი როგორ რაღაცა მინდა კითხო, იცი რომ ეხა ქცევის მართვაზე ამ ჰოლისტიკურ მიდგომებს და ამ შემდეგ ეს კიდე ცალკე სასაუბრო თემა, დღეს ჩვენ მაგაზე არ ვსაუბრობთ. მაგრამ აი ამავე კონტექსტში რომ განვიხილოთ ერთი ალბათ აი ყველაზე ხშირად ხილვადი რა ქვია მაგას აი როდ ხშირად რო დაინახავა ესეთ შემთხვევას, როცა მაგალითად აი ქუჩაში, ეზოში, სადღაც რაღაცა სივრცეში ბავშვი გარბის. მირბის ბავშვი, პატარა ბავშვი მირბის და შობლისგან უკნიდან მოდის, რომ გაჩერდი, ნუ მირბიხარ, წაიქცევი, ხო? ეს ფორმა როგორ შეიძლება შევცვალოთ ისე, რომ ბავშვის განვითარებისთვის იყოს ისევ სასარგებლო და მართლა სინამდვილეში შედეგის მომტანი იყოს. თუ შეგვიძლია მოკლედ ვთქვათ. ჩვენ ესე ეზოების პრობლემას რო დაუბრუნდეთ, ცხადია აქ ძალიან ბევრი გამოწვევაა, და ბუნებრივია მშობელი შფოთავს რაღაცა მომენტში, იმიტომ რომ რო იცი რომ პარკინგის სივრცეში ან ისეთ ეზოში, სადაც ნებისმიერ დროს მანქანა შეიძლება შემოვიდეს და შენი პატარა გარბის გული გისკდება, იმიტომ რომ შეიძლება რაღაცა გამოვარდეს უცებ და რაც ძალიან ბუნებრივია და გასაგებია, მაგრამ უკავშირ, რას ვეუბნებით ბავშვს, ეს შეგვიძლია ვაკონტროლოთ, ხო? მე ბავშვი რომ მირბის, წაიქცევი, არ დაეცებ, ნაცვლად მირჩევნია ვუთხრა, რომ ნელა იარე. ნუ გარბი ხარ კი არა, ნელა იარე. იმ კონტექსტში სადაც ან როდესაც დავუშვათ წესებს საზღვრავთ, ვეუბნებით ბავშვებს, რომ აქ მანქანებიანი ადგილია, მოდი ხელი მომკიდე. ერთხელ, ორჯერ, სამჯერ და მერე გამოდის ეს. იგივეა, ერთ დღეში, წესებზე შეთანხმება აქაც. ეს პატივისცემა და ეხა მოცემულობაში რომ ბავშვი სადღაც გაიქცა და რისკიანია გარემო და ხედავ რომ რაღაცა შეიძლება ცუდი მოხდეს, ბუნებრივია დაუძახებ და ბუნებრივია გაეკიდები და გააჩერებ, მაგრამ მართვას როდესაც არის საუბარი და აღზრდის სტილზე და კომუნიკაციაზე, ამ დროს, როდესაც ბავშვი გარბის, მაგრამ სირბილიც მნიშვნელოვანია, ვეუბნებით რომ მოდი რა აქ ნელა იარე. ან როდესაც კიბეზე სწრაფად დარბის და შეიძლება დაეცეს და რაღაცა იტკინოს, კი არ ვეტყვი რომ შეიძლება დაეცე და თავპირი დაიმტრიო, ვეტყვი რომ მოდი ნელა ადი, რომ თავს გაუფრთხილდე. და მუშაობს, ნამდვილად მუშაობს. ჩვენ ტვინს ისაც უყვარს პოზიტიური ფორმულირებები, ხო? და იმ შემთხვევაში, როცა მოხდა უკვე რაღაცა კონფლიქტი.
შობელსა და შვილს შორის აჰა. მაგალითად. აი ამ ა კავშირის აღდგენას როგორ ვიწყებთ მერე? აუცილებლად ბოდიშის მუხტით. მშობელი რო დაუყვირებს შვილს, იმიტომ რომ იმ წუთას რაღაცა სასწაული მოხდა და შენ ამას ნანობ, შენ აუცილებლად უნდა აგრძნობინო. ეს უნდა დაანორმალიზო აჰა. შვილთან, რომ არასწორ ქცევას უნდა ნუ არასწორ ქცევა უნდა ეცადო, რომ მერე აღარ განმეორდეს, ცხადია და აქაც კრიტიკით და განკითხვით არ ვამბობ და დიდაქტიკით, ეს არის ემოციები, რომლებიც ჩვენ რაღაცნაირად მაქსიმალურად უნდა შევძლოთ, მაგრამ როდესაც ეს ხდება, ჩვენ აუცილებლად უნდა უთხრათ ბავშვს, რომ მე არასწორად მოვიქეცი, ბოდიშს გიხდი და შემდეგზე ვეცდები, რომ არ დავიყვირო, იმიტომ რომ ყვირილი არასწორი საქციელია. მე მithქვამს ეს ჩემი შვილისთვის. მომხდარა ეს და მაგრამ მithქვამს. ალბათ მარტო შენ არ ახარ, ხო? ანუ გულისხმობ მარტო ერთი მშობელი არა. ამ ბავშვის გარემოცა ყველა ერთსა დიახ, და იმავე წესებზე უნდა იყოს შეთანხმებული, კი. ხო? იმიტომ რომ ეს მშობელი, მშობლები, ორივე მშობელი, ოჯახის სხვა წევრები, დედმამიშვილები, პაპა-ბებია, ეს ადამიანები ერთსა და იმავე წესებზე თუ არ არიან შეთანხმებულები, ეს საბოლოო ჯამში ამ შენს ერთი მშობლის ან ორი მშობლის თელს ჯაფას შეიძლება წყალში ყრიცოს, წყალში ხო ესე? ყრის, კი. შენთვის ყრის ემოციურად წყალში, თორე ბავშვთან მიმართებაში ის ერთიც გადამწყვეტია. ანუ ბავშვთან აჰა. მიმართებაში ის ერთი ადამიანი არის გადამწყვეტი. ჩვენ არ უნდა დაველოდოთ, შენ მართალი ხარ იმაში ზურა, რომ ეკოსისტემა მნიშვნელოვანია. ყველა უნდა იყოს ბავშვისათვის უსაფრთხო გარემოს შემქმნელი. აჰა. მაგრამ მე როგორც დაუშვათ ერთი ადამიანი თუ ღირებულებებით განსხვავდებით ჩემი ოჯახის ან სანათესაოსგან არა, ჩვენ იმის აღარდას ვერ დაველოდებით. ცხადია. მაგალითი და როლური მაგალითი იმ ბავშვისთვის და ბავშვები იდეალურად ასხვავებენ. იდეალურად ხედავენ, იდეალურად ამჩნევენ, ფანტასტიურად იჭერენ. და შესაბამისად იმ განსხვავებასაც აკეთებენ რა არის უკეთესი. ამიტომ თუ 1 და 2 და დაუშვათ ბებია და ბაბუა არ არიან მოწოდების სიმაღლეზე სიტყვაზე ამ ხრივ, ხო, შენ მაინც უნდა გააგრძელო მაგალითის ჩვენება. ну ცხადია, ადრე თუ გვიან იმედი მაქვს შეთანხმდებიან და დადგებიან ერთ მხარეს ბავშვისთვის, მაგრამ მნიშვნელოვანი აჰა. არის ის ერთი ადამიანიც კი. ხო. აი ქუჩაშიც მაგალითად რო ხედავ, რომ ვიღაცას ეჭვ ბავშვებს, აი ძალიან ცუდი სიტყვებით მოიხსენიებენ ხოლმე ხანდახან. აი არ მინდა უბრალოდ გავიმეორო სიტყვები, ძალიან ხშირად არის ხოლმე, რომ შეისეთო, შეასეთო ეძახიან, გააჩერდი. ისიც აი დავუშვათ თუნდაც იგივე კონტექსტი, ხო, გადარბის სადღაც ქუჩაზე და იმ შფოთვით და იმ ნერვიულობით, რომ მანქანა არ დაეჯახოს მის შვილს, ეძახის რაღაცა ძალიან ცუდ სიტყვებს, გააჩერდი, შეასეთო, შეისეთო და ლანძღავს. გააჩერდით და მიეცით უკავშირი იმ მშობელს, იმ დროს ის ბავშვიც გაიგებს ამას. და იმ ბავშვისთვის ნორმალური არ არის, რომ დაუძახეს იმ წუთას საქონელი. იმ ბავშვისთვის კი. ხდება ნორმა ის, რომ ვიღაცა გამომესარჩლა, ვიღაცამ თქვა, რომ ეს არ არის სწორი. და სჯობს, რომ დავეხმაროთ ამ დროს ბავშვს, კი შეიძლება იმ მშობელს იმ წუთას გული შეუწუხდეს და ჩვენს გვისაყვედუროს, რომ მაგრამ ის მშობელიც დაფიქრდება კი მერე ბატონო. და იფიქრებს, რომ ეს რა ვთქვი და თუ ამას არ გავასწორებთ, ნორმალიზდება ის, რომ ჩვენ ბავშვებს ვლანძღავთ კი და ბატონო. ვივიწყებთ მათ სიყვარულს. ხო, იმიტომ რომ ახლა ქცევაზე ჩვენ ცალკე ეპიზოდს მოვამზადებთ, მაგრამ აქვე უბრალოდ შემაჯამებლად ვიტყვი, რომ რა დღეს ახლა ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ გარემოზე, სხვადასხვა საკითხებზე, როგორც წესი ჩვენ ხშირად ბავშვებს ამ ყველაფერს ვასწავლით, ხო? ან ვეხმარებით აი ამ შემეცნების პროცესში, უამრავ რაღაცას უნარების გამომუშავებაში, მაგრამ როცა კონკრეტულ რაღაცა ქცევებზე მიდის ხოლმე, ეს რატომღაც ვთვლით ხოლმე, რომ ეს ყველა ბავშვმა თვითონ უნდა იცოდეს, საიდანაც უნდა იცოდეს, ესეთ მოლოდინებს ჩვენ თვითონ ვიქმნით და ხშირად სწავლების ნაცვლად ვშით ხოლმე და ან ისეთ უკავშირს ვაძლევთ ხოლმე, რომელიც ნუ აჰა. დასჯა არის, აბა რა არის ხა ესეც. აჰა. და მაგ შემთხვევაში ეს უკვე ჩვენი მხრიდან შეცდომაა, იმიტომ რომ გამოდის, რომ როცა შეურაცხყოფას ვაყენებ. შეურაცხყოფას ვაყენებთ და როცა პრობლემურ ქცევებთან გვაქვს საქმე, მით უმეტეს ეს სტრატეგიები უკვე ვეღარ იმუშავებს და კიდე ეს თაობებს შორის შეთანხმება მაგ დროს არის კიდე განსაკუთრებით უფრო მნიშვნელოვანი. ნამდვილად. და ბოლოს შეკითხვა მექნება ცირა ესეთი შენთან, რომ აი რა გამოწვევებია დღეს საქართველოში ინკლუზიური განათლების მიმართულებით, იმიტომ რომ ჯერ კიდე როდის დავიწყეთ ეს აჰა. სულ ყველაფერი და როგორია უკვე თანამედროვე მსოფლიოს მიღწევები ამ მიმართულებით, ხო? რა არის ტენდენციები, რომლებიც განვითარებულ ქვეყნებშია და ბოლოს ისევ დავსვათ იგივე შეკითხვა. რა გამოდის? არის თუ არა ეს გარემო, რომელსაც უყვარს ბავშვი? კი ბატონო.
რაც შეეხება ინკლუზიურ განათლებას, ანუ როდესაც გულისხმობთ, რომ სხვადასხვა შესაძლებლობის, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი ერთ საგანმანათლებლო სივრცეში იღებენ განათლებას, ამ ცხადია ამ მიმართულებით ბევრი მიღწევა და ბევრი რესურსი არსებობს ჩვენს ქვეყანაში, თუმცა არის ძალიან ბევრი გამოწვევა. რჩება ბევრი გამოწვევა და ისევ ერთი და იგივე, ასე ძალიან ზოგადად თუ ვიტყვით კატეგორიების მიმართულებით, ისევ ერთი და იგივე, რომ არ არის დაუშვათ სათანადო მხარდაჭერა, სჭირდებათ პროფესიონალებს, მასწავლებლებს, პედაგოგებს, მათ შორის აღზრდელებს ვაღების კონტექსტშიც გადამზადება მხარდაჭერა, მაგრამ მოდი უფრო კონცენტრირება მაინც ისევ გარემოზე და საზოგადოებაზე გავაკეთოთ ახლა ჩვენ აქ, ხო, რომ საზოგადოება, რომელსაც მიმღებლობა არ აქვს მრავალფეროვნებისადმი, იქნება ეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანი თუ არ ვიცი, ცაცია ბავშვი, აი იმ საზოგადოებაში ინკლუზიური განათლების და ინკლუზიურობის პრობლემა ყოველთვის იქნება. და ეს აისახება ზოგადად სახელმწიფოში ადამიანის კეთილდღეობაზე. ანუ არ არის ბედნიერი ეს ადამიანი და ის მოქალაქე. იმიტომ რომ მარტო შენ კომფორტს ვერ შეიქმნი. შენ თუ ხარ მშობელი, რომელიც მუდმივად ამბობ იმას, რომ გაიყვანეთ ეს ბავშვი ჩემი შვილის კლასიდან, იმიტომ რომ ეს ბავშვი ირტყმებინება, დაუშვათ სიტყვაზე ვამბობ, თუ დაუშვათ ისეთი Mhm. აუტისტური სპექტრის მქონეა ბავშვი, რომელსაც ქცევის სირთულეები აქვს. ახლა ამას იმიტომ ვაზუსტებ, რომ ყველას არ აქვს და არ მინდა რომ იარლიყი მივაკრათ დაუშვათ გარკვეულ მდგომარეობის მქონე ბავშვს. ის ადამიანი ქმნის საზოგადოებას, მაგრამ ჯანსაღ საზოგადოებას ვერ შექმნის. ის ვერ გაზრდის ბავშვს, რომელიც ესეც დიდაქტიკური გამომდის, მაგრამ უნდა ვთქვა ასე, რომელსაც აქვს ჯანსაღი ღირებულებები, რომელიც სცემს განსხვავებულს პატივს. ის პატივს კი არ სცემს მერე განსხვავებულს. პირდაპირ მნიშვნელობით სცემს. ჩაგრავს. ჩაგრავს, რიყავს. გარიყავს, თავის თავს თვლის საუკეთესოდ და არც თვითონ არის მერე საუკეთესო, არც თავად აქვს მერე მიღწევები ოღონდ სინამდვილეში და მერე საბოლოოდ ისევ ვიღებთ კრიზისს, საზოგადოებრივ კრიზისს და კვაზი საზოგადოებრივ საზოგადოება. კვაზი საზოგადოებას, კი ბატონო. ანუ რაზეა საუბარი? როდესაც საუბრობთ ინკლუზიური განათლების გამოწვევებზე, პირველი აქ არის მნიშვნელოვანი, დააფასო სხვა, გაითვალისწინო სხვა და მე ვფიქრობ, რომ იქიდან გამომდინარე, რომ 2006 წელს დაიწყო, ასე ვთქვათ, ცოტა ადრეც, მაგრამ ეს სისტემურად 2006 წელს დაიწყო ინკლუზიური განათლების ხელშეწყობა და ის ბავშვები, რომლებსაც მეტი შესაძლებლობა ჰქონდათ ერთმანეთი ენახათ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები ენახათ, დაუშვათ ტიპური განვითარების მქონე ბავშვებს და ურთიერთობის შესაძლებლობა ჰქონდათ, ეს რა თქმა უნდა ორმხრივი სარგებელია ერთმნიშვნელოვნად, ხო? ეს ვიცით, რომ ეს არ არის მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის, ეს არის ჩვენთვის ყველასთვის, ჩვენ ვსწავლობთ ერთმანეთზე ზრუნვას და ერთმანეთის გათვალისწინებას. ასეთი საზოგადოება უფრო მეტად შემქმნელია, ასეთი საზოგადოება მეტად თავისუფალია და ასეთი საზოგადოება იმსახურებს ბევრად უფრო უკეთესად ცხოვრებას და შესაბამისად უკეთესად ცხოვრობს კიდეც, იმიტომ რომ მათ შეუძლიათ უკეთესი გარემოს შექმნა ერთმანეთისთვის. და მგონია, რომ აი ის ბავშვები და ის ახალგაზრდები, რომლებიც გაიზარდნენ და ქმნიან ჩვენს საზოგადოებას, ბევრად უფრო უკეთეს საზოგადოებას და კონტექსტს შექმნიან, იმიტომ რომ მათ ჰქონდათ ერთმანეთის ხილვის და ერთმანეთთან კი. ურთიერთობის შესაძლებლობა. მათ შორის ემპათიის. მათ შორის ოღონდ ეს ემპათია არა როგორც შეცოდება, არა, რა თქმა ცხადია, უნდა, ხო. რომელიც რატომღაც ხშირად სინონიმად არის ხოლმე, არამედ როგორც თანაგანცდელი და თანადამნახველი იმისი, და რომ შემდგომში ჩემს მხარდამჭერი. მიღმა და მხარდამჭერი. რომ ჩემს მიღმა არსებობს სხვას და იმის მხრიდანაც მხარდამჭერი, იმიტომ რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანი არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და არა ის, რომ ის არის უნარშეზღუდული ინდივიდი, რომელსაც არაფერი არ შეუძლია, კი, ხო? და ბოლო კითხვა იყო შევაჯამოთ. ჩვენი არის თუ არა ეს გარემო? მე მაინც დავტოვებდი ამ შეკითხვას როგორც არა მსმენელმა როგორც გადაწყვეტს. რიტორიკულ, მაგრამ ღია შეკითხვად. კი ბატონო. იმიტომ რომ ჩემი პასუხი ცოტა ისეთია. უარყოფითისკენ მიდის კეთილი. და მინდა რომ მიდიოდეს დადებითისკენ. კეთილი. ცირა, ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ იმეც ვიტოვებთ კი არა და ხო ვიცით რომ კიდევ ერთხელ მოხვალ, იმიტომ რომ თუნდაც აქაც ჩვენ დაგვრჩა ბევრი საკითხი, რომელიც განსახილველი გვაქვს და ვნახოთ, მივმართავ ახლა ჩვენს მსმენელს. პირველ რიგში გთხოვთ რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი და ლაიქოთ ეს ვიდეო და კომენტარებში გამოგვეხმაუროთ, ეს ჩვენ ძალიან გვჭირდება, ასე მუშაობს YouTube-ის ალგორითმი. თუ გაქვთ შეკითხვები ამ თემაზე, რამე დამატებით საკითხის დაზუსტება გინდათ და ასე შემდეგ, შეგიძლიათ რომ მოგწეროთ აქვე კომენტარებში სხვა ნებისმიერ ჯანმრთელობის დღიურების ნებისმიერ პლატფორმაზე. ჩვენ ცირას კიდევ ერთხელ მოვიწევთ და კიდევ ვისაუბრებთ ძალიან ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე. ჩვენი მთავარი საკითხი დღეს იყო
გარემო, რომელსაც ბავშვი უყვარს. კითხვის ნიშნით. ყველაფერზე, პრობლემებზე, გამოწვევებზე, პრაქტიკებზე, შედეგებზე, დადებით მხარეებზე, ასე თუ ისე მეტნაკლებად ყველა საკითხზე ვისაუბრეთ. ასე რომ თქვენ გადაწყვეტეთ არის თუ არა ეს გარემო, რომელსაც ბავშვი უყვარს და თუ თქვენ არ თვლით რომ ეს ასეთი გარემოა, მაშინ უნდა გვახსოვდეს რომ ეს თითოეული ჩვენგანის პასუხისგებლობაა და რა უნდა გავაკეთოთ. უნდა ვიმოქმედოთ. ნამდვილად. დიდი მადლობა.